მოგესალმებით, მადლობა მობრძანებისთვის. დღეს მსოფლიო ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ სწორედ ამ დღეს წარმოგიდგინოთ სპეციალური ანგარიში, რომელიც ეხება ხანდაზმულ პირობების მდგომარეობას სპეციალიზირებულ დაწესებულებებში. ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ ხანდაზმული პირები წარმოადგენენ ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად ჯგუფს საზოგადოებაში და მათ წინაშე არსებული გამოწვევებით საკმაოდ მძიმეა, საკმაოდ რთულია მდგომარეობა, რომელშიც უწევთ ამ ადამიანებს ცხოვრება. ჩვენ ვცდილობთ ბოლო წლების განმავლობაში უფრო მეტი ყურადღება მივაპყროთ იმ პრობლემებზე, რომლებიც ხანდაზმულ პირებს აწუხებთ და ამისთან დაკავშირებით ასევე ვეცადეთ საპარლამენტო ანგარიში გვესაუბრა ზოგადად ამ პრობლემებზე სპეციალური თავიც მიუძღვენით ხანდაზმულთა უფლებრივ მდგომარეობას ბოლო პერიოდში. შეიძლება ითქვას, რომ პრობლემები არის ნამდვილად მეტი, კიდევ უფრო მეტი შეიძლება ითქვას, ვიდრე ველოდებოდით, მანამ სანამ მონიტორინგს დავიწყებდით და ეს არის ფაქტიურად პირველი ცდელობა, ესეთ განვაზოგადოთ ის მდგომარეობა, რომელიც ამ სფეროში არსებობს ქვეყანაში და რა თქმა უნდა, ანგარიში ვერ იქნება დაზღვეული გარკვეული ხარვეზებისგან და მოხარული ვიქნებით, რომ მივიღოთ უფრო მეტი ინფორმაცია და მეტი კრიტიკაც. ზოგადად ხანდაზმულთა მიმართ ეფექტური პოლიტიკის არარსებობა, სიღარიბე, უსახლკარობა, ძალადობის შემთხვევები, საზოგადოებისგან იზოლაციის საფრთხე, ეს არის ალბათ მცირე ჩამონათვალი მხოლოდ იმ გამოწვევების, რომელიც ამ სფეროში არსებობს. ხანდაზმულთა უფლებების სათანადო რეალიზაციისთვის და ამ პრობლემების მოსაგვარებლად მნიშვნელოვანი არის, რომ სახელმწიფოში დაიწყოს ალტერნატიული მომსახურების დანერგვა, ზრუნვის სერვისების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა განხორციელდეს. ასევე აუცილებელია სხვადასხვა მომსახურების მიწოდების დროს მაქსიმალურად იქნეს დაცული მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. ზოგადად, როდესაც მონიტორინგს ვახორციელებთ და ეს მონიტორინგიც პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფარგლებში განხორციელდა, ჩვენ ვცდილობთ სწორედაც რომ შევამოწმოთ ის სტანდარტები და ის რეგულაციები, რომლებიც არსებობს და სწორედ მათ გაუმჯობესებაზე ვამახვილებთ ყურადღებას და ეს არის სფერო, საკითხი, სადაც შეიძლება ითქვას, რომ არის სერიოზული, ხალხოსავ სერიოზული პრობლემები და ხარვეზები, სწორედ ამიტომაც იმედი მაქვს, რომ ანგარიში ძალიან ბევრისთვის გახდება ერთგვარი სახელმძღვანელო იმისთვის, რომ ჩვენ რეალურად დავიწყოთ მუშაობა ამ პრობლემების აღმოსაფხრელად. მე მხოლოდ რამდენიმე პრობლემა დავასახელე, მაგრამ ეს მხოლოდ იყო მცირე ჩამონათვალი, პრობლემებთან შორის ასევე იყო გამოყოფა ასევე არასათანადო მომპყრობის ფაქტებს, რამდენიმე ფაქტის დაფიქსირდა, რომელიც თავისუფლად შეიძლება ჩვენ შევაფასოთ როგორც ღირსების შემლახავი და დამამცირებელი მომპყრობა და ასეთი სამწუხარო ფაქტებიც აღმოჩნდა მონიტორინგის დროს. ზოგადად პერსონალის ნაკლებობა ამ დაწესებულებებში, ისევე როგორც დაბალი კვალიფიკაცია რიგ შემთხვევებში წარმოადგენს პრობლემას, მედიკამენტების ნაკლებობა, ზოგადად ინფრასტრუქტურული პრობლემები და გაუმართავობა ამ დაწესებულებების არაადაპტირებული ფიზიკური გარემო, დოკუმენტაციის წარმოებასთან დაკავშირებული ხარვეზები და რიგ შემთხვევებში არანაირი დოკუმენტირება არ ხდება და პრობლემა ისევე ის, რომ ზოგადად არ ხდება ინსპექტირება და მონიტორინგი ამ დაწესებულებების ისე როგორც უნდა ხდებოდეს სახელმწიფოს მხრიდან და ესეც არის ერთ-ერთი გამოწვევა, მე ვფიქრობ, სახელმწიფო ორგანოების და ზოგადად ეს პრობლემები როგორც რეგულაციების მხრივ, ასევე პრაქტიკის მხრივ არსებობს და შეიძლება ითქვას, რომ პრობლემები არის მართლაც ბევრი, მათ შორის ინფორმირებულობა, უშუალოდ ხანდაზმული პირების ინფორმირებულობა საკუთარი უფლებების შესახებ. მონიტორინგის დროს ასევე რა თქმა უნდა ჩვენ ვცდილობთ გამოვავლინოთ არსებული მდგომარეობა და აუცილებლად აღვნიშნავთ იმ პოზიტიური პრაქტიკის მაგალითებს, რომელიც გამოვლინდა და მონიტორინგის დროსაც ასევე იყო ასეთი შემთხვევები და მე თავიდანვე მინდა ვახსენო და ამაზე უფრო დეტალურად იქნება ანგარიშის წარმოდგენის დროს საუბარი. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა მხედველობაში მაქვს ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან არსებული ხანდაზმულთა პანსიონატის ფუნქციონირება. შეიძლება ითქვას, რომ ამ პანსიონატებს შორის ეს პანსიონატი გამოირჩევა იმით, რომ როგორც მომსახურება არის შესაბამისი საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტების, ასევე უფრო მეტად პრაქტიკაში ხდება ზრუნვა ხანდაზმულებს და განსხვავებული მდგომარეობა არის ამ დაწესებულებაში, ვიდრე სხვა
დაწესებულებებში და ეს აუცილებლად ხაზგასმელია, ეს არის ის პრაქტიკული მაგალითი, პოზიტიური მაგალითი, რომელსაც ვისურვებდით, რომ ასევე გვეხილა სხვა დაწესებულებებთან დაკავშირებით. ჩვენ რა თქმა უნდა მივესალმებით ასეთ პრაქტიკას და იმედი მაქვს, რაღაცნაირად გახდება ეს ანგარიში მსჯელობის საგანი და უფრო სერიოზულად შევხედავთ იმ პრობლემებს, რომელიც ამ სფეროში არსებობს. წეღან რაღაც მე ცოტა არ იყოს მესიამო უნდა ის, რომ ჟურნალისტების სიმრავლე იყო ამ ანგარიშის პრეზენტაციასთან დაკავშირებით, როგორც წესი, ასეთ თემებზე შედარებით ნაკლები არის ხოლმე ყურადღება და ერთ-ერთმა ჟურნალისტმა იხუბრა, რომ ჩვენ გავაცნობიერეთ, რომ ყველა ადრე თუ გვიან გავხდებით ხანდაზმული და სჯობს და ახლავე დავიწყოთ ფიქრი იმაზე, რომ გამოსწორდეს და ზოგადად ეს მე ვფიქრობ არის მნიშვნელოვანი, რომ მედიაც განსაკუთრებით ასეთი ყურადღებით ადევნებს თვალყურს მსგავსი საქმიანობის განხორციელებას სახელმწიფოს აპარატში და მე იმედი მაქვს, რომ ეს რაღაც იმედს მაძლევს, ეს ასევე ხედავ აქ ხელისუფლების წარმომადგენლებს, შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლებს. იმედი მაქვს, რომ რეალურად ეს იქნება შესაძლოა კრიტიკული, შესაძლოა იყოს რაღაცებს არ დავეთანხმოთ, მაგრამ მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვიმუშაოთ ამ პრობლემების აღმოსაფრელად. ცოტა გამიგრძელდა სიტყვა, მე მინდა აქ ცოტა ხანი შევჩერდე და სიტყვა გადავცე ქალბატონ ირინე ობოლაძეს, სახალხო დამცველის აპარატის შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტის უფროსს, რომელიც უშუალოდ ამ ანგარიშის პრეზენტაციას მოახდენს. მოგესალმებით ყველას პირველ რიგში და ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ კიდევ ერთხელ. მე მინდა ძალიან მოკლედ 2 წუთით შევეხმიანო დღევანდელ დღეს და მივესალმოთ ჩვენი ქვეყნის ხანდაზმულებს, იმ ადამიანებს, რომელთა მოაწყვეტ დაუფასებელია ჩვენი ქვეყნის მშენებლობის საქმეში და უსურვოთ თითოეულ მათგანს და თითოეულ ჩვენთაგანს მისეული სიმღერე, მისეული ცხოვრება ხანდაზმული ასაკის შემთხვევაშიც. მათი უფლებების ჯეროვანი დაცვა და მათი, ასე ვთქვათ, სრული ჩართვა და მონაწილეობა საზოგადოების ცხოვრებაში. თქვენის ნებართვით გადავალ პრეზენტაციაზე და დავიწყებთ იმით, რომ მოგახსენებთ სახალხო დამცველმა განახორციელა ხანდაზმულ პირთა სპეციალიზებული დაწესებულებების, სადღეღამისო დაწესებულებების მონიტორინგი. აღნიშნული მონიტორინგი განხორციელდა საქართველოს სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის მანდატის ფარგლებში და ამ პროცესში ასევე ჩართული იყო პრევენციული ჯგუფის წარმომადგენლები, პრევენციის ეროვნული მექანიზმის ჯგუფის წევრები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტი. აქვე მინდა მცირედი გამარტება გავაკეთო ამასთან დაკავშირებით, რომ ეს საკითხი თემატურად სახალხო დამცველის აპარატში მიეკუთვნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტს და ამდენად ჩვენი თანამშრომლობა აქტიური იყო პრევენციის ეროვნულ მექანიზმთან ერთობლივად, როგორც მონიტორინგის წინა სამუშაოს და დაგეგმვის პროცესში, მისი განხორციელებისა და შემდგომ ანგარიშის მომზადების პროცესში. მონიტორინგის მიზანი უმთავრესად არის და მოგეხსენებათ ყველა მონიტორინგის და ზოგადად საქართველოს სახალხო დამცველის საქმიანობის ძირითადი მიზანი ეს არის ადამიანის უფლებების დაცვაზე ზედამხედველობა და მათ შორის რა თქმა უნდა გამონაკლისი არ არის და არ შეიძლება იყვნენ ხანდაზმული პირები, რომელთა მოცემულ შემთხვევაში მდგომარეობა და მათ უფლებებზე, ესე ვთქვათ, ზედამხედველობა განახორციელეთ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სერვისის მიმწოდებელი, როგორც კერძო დაწესებულებების, ასევე სახელმწიფო დაწესებულებების ქოლგის ქვეშ არსებულ დაწესებულებებში. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის აუცილებელი იყო დაგვედგინა თუ რამდენად არის იმ მინიმალური სტანდარტების შესაბამისობაში თითოეული დაწესებულების ფუნქციონირება და ამ სტანდარტების შესაბამისად რამდენად ხდება ამ პირთა უფლებების დაცვა. მონიტორინგის სქემაზე ძალიან მოკლედ ასევე ვისაუბრებ და მოგახსენებთ, რომ ჩვენ თავდაპირველად ბუნებრივია შესაბამისი საჭირო ინფორმაცია გამოვითხოვეთ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან, მოვახდინეთ აღნიშნული ინფორმაციის ანალიზი, ასევე საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობის ანალიზი, სფეროს მარეგულირებელი, შემუშავდა მონიტორინგის მეთოდოლოგია და კითხვარი, რომლითაც უნდა გვეხმძღვანელა მონიტორინგის განმავლობაში, შემდეგ უკვე დაიგეგმა ვიზიტები ხანდაზმულთა სახლებში და ესე ვთქვათ, მოხდა ამ ვიზიტების ფარგლებში ბენეფიციარების, ასევე დაწესებულების პერსონალის ინტერვიურება და მიღებული ინფორმაციის საბოლოოდ ანალიზი და მისი ანგარიშში ასახვა.
რაც შეეხება მონიტორინგის განხორციელების ასე ვთქვათ ობიექტებს, ესენი არის მოიხსენებათ CP ადამიანთა ვაჭრობის, ტრაფიკინგის მსხვერპლთა დაზრებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის ტერიტორიული ერთეულები, რომლებიც არიან ასე ვთქვათ სერვისს აწოდებენ ხანდაზმულ პირებს, ეს არის თბილისის და ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატები და გარდა ამისა, ჩვენ ასევე გავხდით ყოველწლიურად მოიხსენებათ საქართველოს მთავრობა ამტკიცებს სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზრდობის სახელმწიფო პროგრამებს, რომლის ერთ-ერთი კომპონენტი არის სწორედ ეს პროგრამა, სათემო ორგანიზაციების მომსახურება და ასეთ შემთხვევებში კერძო სუბიექტები, კონკრეტულად არასამეწარმეო, არაკომერციული, იურიდიული პირების, ასე ვთქვათ, საქმიანობის მონიტორინგი განვახორციელეთ და იქ განთავსებულ ხანდაზმულთა უფლებრივ მდგომარეობაზე ზედამხედველობა. ეს დაწესებულებებია IP მოხუცთა და შშმ პირთა პანსიონატი ჩემი ოჯახი, რომელიც თბილისში მდებარეობს, ასევე IP დიოდორა, რომელიც ასევე თბილისში მდებარეობს, IP უზრუნველი სიბერე კახეთის რეგიონში, კონკრეტულად კი სიღნაღში, ასევე წნორში მდებარე ბეთელი ორგანიზაცია და გურიაში, კონკრეტულად ოზურგეთში, სოფელ ანასეულში მდებარე ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ბაზაზე, ასე ვთქვათ, მათი სერვისი ხანდაზმულთა საღებავებისო მომსახურების მიწოდებისა. სამწუხაროდ, როგორც უკვე ბატონმა სახალხო დამცველმა აღნიშნა, მონიტორინგის შედეგად არაერთი ძალიან მწვავე და მტკივნეული პრობლემა გამოვლინდა და მე ალბათ დავიწყებდი და ჩვენ ძალიან სამწუხაროა, რომ ბენეფიციართა მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტით. შეიძლება ეს ძალიან ცუდად ხდებოდეს, ხშირად ყურს, მაგრამ ჩვენ იგივე როცა ანგარიშში მუშაობდით და რა თქმა უნდა ვახდენდით საერთაშორისო ნორმატიული და ეროვნული კანონმდებლობის ანალიზს, ასევე მოვიშველიეთ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებები, სადაც მსგავსი პრეცედენტების შემთხვევაში და მსგავსი кейსების შემთხვევაში, რომელსაც ადგილი ჰქონდა მონიტორინგის დროს, სავარაუდოდ ესეთი შემთხვევა არასათანადო მოპყრობის ფაქტად არის შეფასებული და ასე ვთქვათ ადამიანის ასე ვთქვათ ღირსეული ცხოვრებისთვის ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი ფაქტების მომსწრენი გავხდეთ. მე ამ ფაქტებთან დაკავშირებით მოგვიანებით უფრო დაწვრილებით ვისაუბრებ, ეხლა უბრალოდ ამ იდენტიფიცირებული პრობლემების ჩამონათვალზე გადავალ. ეს არის სტანდარტების შესრულებაზე ზედამხედველობის მექანიზმის არარსებობა. ჩვენ არ გვინდა ისე ვთქვათ, რომ საერთოდ არ ხდება, მაგრამ სამწუხაროდ ამ საქმიანობას არ აქვს სისტემური და უწყვეტი ხასიათი, რაც შესაბამისად შემდეგ უკვე აისახება იმ მომსახურების ხარისხზე, რომლის მიწოდებაც სახელმწიფო პროგრამის ნაწილში ხდება. დოკუმენტაციის წარმოებასთან დაკავშირებული ხარვეზები. ძალიან სამწუხარო, რომ ძალიან ბევრი დაწესებულება და დაწესებულებების უმეტესობა აქ უკვე ითქვა და მე ასევე განმეორდები, რომ გამონაკლისი იყო და ერთ-ერთი პოზიტიური და დადებითი შემთხვევა ეს გახდათ გურიის შემთხვევა, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის საქმიანობა. გარდა ამ დაწესებულებებისა შეიძლება ითქვას, რომ დაწესებულებების დიდ ნაწილში და ამაზე ანგარიში უფრო რა თქმა უნდა კონკრეტულად არის საუბარი, ცალსახად გამოიკვეთა ამ მიმართულებით არსებული სერიოზული ხარვეზები, ზოგჯერ საერთოდ არ ხდება დოკუმენტაციის წარმოება, ან არასრული დოკუმენტაციის წარმოებას აქვს ადგილი. პერსონალის ნაკლებობა და მათი დაბალი კვალიფიკაცია ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა, რაც ასევე პირდაპირ აისახება ამ პირთა უფლებების დაცვის ხარისხზე, მათი მომსახურების ხარისხზე და ამ შემდეგ ყველა დეტალს აქვს რა თქმა უნდა მნიშვნელობა, მაგრამ როცა დაწესებულებას არ აქვს საკმარისი ადამიანური რესურსი, ფინანსური რესურსი ცალკე პრობლემაა, რომელთან დაკავშირებითაც თითოეული სერვისის მიმწოდებელი საუბრობს, ბუნებრივია საბოლოო ჯამში გამოდის, რომ მომსახურება აღნიშნული პირებისთვის არ ხდება იმ დოზით და იმ სტანდარტით, რაც დადგენილია ამ დაწესებულებებისთვის. უკავშირის მექანიზმის გამომართავობა და ბენეფიციართა ინფორმირებულობის დაბალი დონე. ასევე დამეთანხმებით თითოეულ ჩვენთაგანს და ყველა ადამიანს აქვს უფლება საკუთარი პრეტენზია, საკუთარი ხედვა, საკუთარ პრობლემასთან დაკავშირებით გადაჭრის გზაზე ისაუბროს შესაბამის პირებთან და ესე ვთქვათ, კონდეს მას ამის საშუალება, რომ საჩივის სახით იქნება, განცხადების სახით იქნება თუ მოსაზრების სახით საკუთარ პრობლემებზე ისაუბროს, რათა შესაძლებელი გახდეს ამ პრობლემების მოგვარება. ამდენად ძალიან მნიშვნელოვანია ეს კომპონენტი და ძალიან სამწუხაროა, რომ მიუხედავად იმისა, რომ დაწესებულებების შინაგან ნაწილში არის ამაზე საუბარი, რეალურად ეს მექანიზმი ფაქტიურად შეიძლება ითქვას არ მუშაობს.
არა ადაპტირებული ფიზიკური გარემო და ინფრასტრუქტურის გაუმართავობა არა მხოლოდ ამ დაწესებულებებში, ზოგადად ვიცით ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი სერიოზული და მნიშვნელოვანი გამოწვევა არის, მაგრამ ძალიან სამწუხაროა, რომ ადამიანები, რომლებსაც 24 საათის განმავლობაში წლების მანძილზე უხდებათ ერთსა და იმავე დაწესებულებაში ყოფნა, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს ხანდაზმული პირებისთვის ვიცით, რომ გაძნელებულია გადაადგილება, ასევე არის დაწესებულებები, სადაც არიან, თქვათ, ფიზიკური შეზღუდვის მქონე პირები, რომლებსაც გადაადგილების პრობლემა აქვთ. ამდენად ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის არსებობდეს ადაპტირებული გარემო და შესაბამისი ინფრასტრუქტურა. რაც შეეხება ბენეფიციართა სოციალურ პასიურობას და საზოგადოებისგან იზოლაციის საფრთხეს, ასევე გამოიკვეთა ეს პრობლემა და ბუნებრივია, როცა ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანის უფლებების სრულყოფილ დაცვაზე და რეალიზებაზე, ადამიანის სოციუმში ინტეგრირება და მისი სოციალური აქტივობა ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანისთვის. ჩვენ უშუალოდ ხდებოდით მე რამდენიმე დაწესებულებაში გახდით, რა თქმა უნდა ყველაში, იმიტომ რომ ჯგუფი გადანაწილებული იყო მონიტორინგის და სხვადასხვა დაწესებულებებში და ეს ადამიანები იმდენად არიან საზოგადოებიდან გარიყულები, მიუხედავად იმისა, რომ მათ აქვთ გარკვეულწილად სათანადო მომსახურება, კვება, თქვა, თავშესაფარი და ასე შემდეგ, მაგრამ მათი სოციალური აქტივობის დონე, მათთან ინტერვიუების და საუბრის დროსაც ასახად ჩანს, რომ ისინი იმითაც ასე თქვა ჭალებში უნდა ვიხმარო ესე თქვა, კმაყოფილი არიან, რომ მათ აქვთ ჭერი, არაწვიმთ, თუ შეიძლება ასე ვთქვა და აქვთ ელემენტარული კვებითი მოთხოვნილების დაკმაყოფილება. ანუ სამწუხაროდ ეს ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა იყო. ასევე მნიშვნელოვანია დროული და ადეკვატური სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომასთან დაკავშირებული პრობლემის არსებობა. ძალიან ცუდია და მე რა თქმა უნდა, როცა გადავალ სტანდარტებზე იქ უფრო დეტალურად ვისაუბრებ ამასთან დაკავშირებით, ნებისმიერ ადამიანს ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე ჭირდება სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურება და ამის საჭიროება განსაკუთრებით გამოიკვეთება უკვე ხანდაზმულობის პერიოდში და ხანდაზმულობის ასაკში. ძალიან სამწუხაროა, რომ დაწესებულებებს არ აქვს ესე ვთქვათ მუდმივი სამედიცინო პერსონალი, ვთქვათ ექიმი, ექთანი, ყველა დაწესებულებაში სამწუხაროდ ამის საშუალება არ არის და ჩვენ ამასთან დაკავშირებით გვაქვს რა თქმა უნდა ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომ სტანდარტი ამ მიმართულებით გადაიხედოს და იქნებ შესაძლებელი გახდეს სტანდარტში სასახვა, რომ ყველა სამედიცინო დაწესებულებაში არსებობდეს ასე ვთქვათ სრულყოფილი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი პერსონალი ექიმისა და ექთნის სახით. ძალიან ბევრ დაწესებულებას ყავს ექიმი, თითქმის ყველა შეიძლება ასე ითქვას იშვიათი გამონაკლისების გარდა, მაგრამ როცა ჩვენ სამედიცინო პერსონალთან გასაუბრებას ვითხოვდით, სამწუხაროდ ეს ადამიანები ადგილზე არ იყვნენ და შემდეგ საუბარში გაირკვა, რომ ისინი დღის განმავლობაში ან შეიძლება კვირაში რამოდენიმე საათით მოდიან ამ განსაკუთრებული შემთხვევის დროს. ჩვენ ვთვლით, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ასეთ შემთხვევას არ უნდა ქონდეს ადგილი და ამ ადამიანებისთვის ასე ვთქვათ უწყვეტ რეჟიმში უნდა იყოს შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მიწოდებას, საჭიროების უზრუნველყოფა ასე ვთქვათ დაკმაყოფილებული. მედიკამენტების მისაწვდომობის პრობლემა ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა, ეს არა მხოლოდ პანსიონატში მოთავსებული ხანდაზმულებისთვის, ზოგადად ხანდაზმულთა უფლებების ერთ-ერთი ძალიან მწვავე და ესეთი პრობლემაა, ყოველთვის ამაზე საუბრობენ ჩვენთან ადამიანები, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა და ამ პროგრამის ფარგლებში არის შესაბამისი მომსახურების მიღება შესაძლებელი, სამწუხაროდ მედიკამენტების პრობლემა ძალიან სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და ჩვენ ვთვლით, რომ როცა სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებაში არიან პირები და იქ იმყოფებიან, როგორც უკვე აღნიშნეთ, ეს არის 24 საათიანი მომსახურება და ადამიანებს აქ წლების მანძილზე უხდება ცხოვრება, მათთვის ეს პრობლემა არ უნდა არსებობდეს. ძალიან ბევრმა ჩვენთან და პრევენციის ეროვნული მექანიზმის ჯგუფის წევრებთან საუბარში აღნიშნა, რომ მათ საკუთარი სახსრებით, ანუ საკუთარი პენსიიდან უწევთ ამ სხვადასხვა სახის მედიკამენტების შეძენა. მე სიტყვა რომ არ გამიგრძელდეს, გადავალ არასათანადო მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით ვისაუბრებ. ჩვენ ესეთი სამწუხარო შემთხვევა გამოვლინდა, ეს გახდათ სიღნაღში, პანსიონატი უზრუნველესი ბერე. იყო რამოდენიმე ფაქტი, მაგრამ მე ორზე გავამახვილებ თქვენს ყურადღებას. აღნიშნული პირი გახლავთ უსინათლო, სრული უსინათლო, ასე ვთქვათ, მისი
როგორც ჰიგიენური მდგომარეობა მისი სამყოფელის არ არის არანაირი სტანდარტს არ აკმაყოფილებს და სამწუხაროდ ეს დაგვიდასტურა კიდევაც ჩვენ სოციალური მომსახურების სააგენტომ, როცა ჩვენ დავიწყეთ აღნიშნული საქმის შესწავლა, ამ ადამიანისთვის ასე ვთქვათ, დამხმარე საშუალებით ჭირდება მას ყველა მომსახურების მიღება, მათ შორის ჰიგიენური პროცედურების ჩატარება, ის წევს საკმაოდ ესეთ არასასურველ მდგომარეობაშია და არასასრულად სიტუაციაში იმყოფება. ბევრ წილად არ დაგვეთა ხმა სოციალური მომსახურების სააგენტო, მე წამოღებულიც კი მაქვს ის кейსები, რომელთან დაკავშირებითაც ჩვენ შესწავლა დავიწყეთ და მე პრეზენტაციის დროს ვისაუბრებ და გვაცნობეს, რომ ამ პირს სხვაგან გადასვლა არ სურს. გასაგებია, რომ არ სურს მას სხვაგან გადასვლა, მაგრამ ეს ადამიანი ღამე ხშირად გადმოვარდება ხოლმე ლოგინიდან და შემდეგ უკვე დამოუკიდებლად ვეღარ ახერხებს ფეხზე ადგომას, თუ მას თქვათ მის ყვირილზე ირგვლივმყოფი რომელიმე ბენეფიციარი, რომელსაც რა თქმა უნდა გადაადგილება შეუძლია, არ დაეხმარება მას თქვათ არსებული პრობლემის მოგვარებაში. სამწუხაროდ ამ ადამიანისთვის ძალიან მიჭირს ამ თემაზე საუბარი და ძალიან უხერხულია რა თქმა უნდა, მაგრამ იგივე სველი წერტილი, რომელთაც ადამიანმა ელემენტარული ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები უნდა დაიკმაყოფილოს, ეს ხდება მის უშუალო საცხოვრებელ ოთახში, სადაც ასევე მეორე ბენეფიციარი იმყოფება და დამაგრებულია სკამზე სათლი, რომელშიც ასე ვთქვათ ეს ადამიანი იკმაყოფილებს. დამეთანხმებით ჩვენ ევროპული სასამართლოს და საერთაშორისო კანონმდებლობაც რომ არ მოვიშველიოთ, თითოეული ჩვენთაგანისთვის ნამდვილად ღირსების შემლახვევი მდგომარეობა და ღირსების შემლახველი სიტუაცია, როცა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული, ასე ვთქვათ, პროგრამის ფარგლებში, სადაც გვაქვს პრეტენზია, რომ ამ ადამიანებს ვემსახურებით სათანადოდ, ესეთ შემთხვევებს აქვს ადგილი. როგორც გითხარით, ჩვენ ამ საქმეებთან დაკავშირებით დავიწყეთ, რა თქმა უნდა, კონკრეტული кейსების მიმართულებით საქმის შესწავლა და როცა პასუხი მივიღეთ მოცემულ საქმეს დაწესებულებასთან დაკავშირებით, ხუმრობით ერთმანეთს გადაულაპარაკეთ ჩვენს დეპარტამენტში, რომ ჩვენი ანგარიში ნეტა ხომ არ წაუკითხავთ თქო, იმიტომ რომ იმდენად ანალოგიური იყო გამოკვეთილი პრობლემები. მე ამით იმის თქმა მინდა, რომ სახალხო დამცველი არავითარ შემთხვევაში და არც ერთ შემთხვევაში ჭყალებში არ ეძებს სადმე დარღვევას. ძალიან კარგი იქნება თუ ჩვენგან ყველგან შეგხვდება გამართული და კარგი სიტუაცია, მაგრამ სამწუხაროდ ესეთი არ არის. ამის დადასტურება არის ისიც, რომ ჩვენ ანგარიში სპეციალურად ავსახეთ ის ფოტოები, სადაც ნათლად ჩანს, თქვათ, როგორც უარყოფითი, ასევე დადებითი პრაქტიკის მაგალითები და ჩვენ საუბრობთ იგივე ოზურგეთის მაგალითზე და მივესალმებით იმას, რომ მომავალში ჩვენი მონიტორინგი როცა განხორციელდება, ღმერთს მართლაც რომ ყველა დაწესებულებაში ასეთი სიტუაცია დაგხვდეს. მეორე кейს რაც შეეხება, ეს არის თბილისში, პანსიონატ დიოდორაში არსებული სიტუაცია, სადაც ასევე ძალიან მძიმე და უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია ადამიანი, რომელსაც აქვს მარცხენა კიდურის მუქქვედა ამპუტაცია, ანუ მოკვეთილი აქვს მუხლებ და სამწუხაროდ ამ ადამიანს არ აქვს დამხმარე საშუალება ეტლი და ის წარმოიდგინეთ ესე მოკვეთილი კიდურებით გადაადგილდება ჩოჩვით თუ რა სიტყვა ვიხმარო არც კი ვიცი, რომ მან ასე ვთქვათ მოახდინოს თავისი ელემენტარული საჭიროებების დაკმაყოფილება. სამწუხაროდ პროთეზირების მცდელობა იყო, როგორც ჩვენ გვითხრეს, მაგრამ ეს უშედეგოდ დასრულდა. მიღებული ინფორმაციით ასევე არის საჭიროება, რომ შემდგომში მისი მდგომარეობა შეფასდეს, კიდევ ერთხელ გამოიკეთოს მისი საჭიროებები და ჩვენ აუცილებლად რა თქმა უნდა მივადევნებთ თვალყურს ამ მდგომარეობის და მოვლენის შემდგომ განვითარებას და კიდევ ერთხელ მოუწოდებთ შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს, შესაბამის დაწესებულებას, რომელსაც აქვს პასუხისმგებლობა აღებული სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სერვისი მიაწოდოს აღნიშნულ პირებს, რათა ეს მოხდეს ღირსების შელახვის გარეშე და ასე ვთქვათ ადამიანის არაადამიანურ და არასათანადო მოპყრობის ფაქტების გარეშე განხორციელდეს ყოველივე. მე გადავა თქვენის ნებართვით სტანდარტებზე და სიტყვა რომ არ გამიგრძელდეს, ძალიან მოკლედ ვისაუბრებ თითოეულ სტანდარტთან არსებულ სტანდარტის შესახებ მოკლედ არსებულ მდგომარეობაზე და სტანდარტები იწყება იმით, რომ ინფორმაციის მომსახურების შესახებ უნდა ქონდეს თითოეულ დაწესებულებას, ასე ვთქვათ, სტანდარტი დაცული. სამწუხაროდ ესეთ შემთხვევაშიც ეს ითვალისწინებს იმას, რომ ყველა დაინტერესებული პირებისთვის, მათ შორის
პოტენციური ბენეფიციარებისთვის დაწესებულება, რომელიც სერვისის მიმწოდებელია და მომსახურებას ახორციელებს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, შესაბამისი ინფორმაცია უნდა გქონდეს ხელმისაწვდომად ნებისმიერი პირისათვის. სამწუხაროდ, დაწესებულებების უმეტეს ნაწილში ასეთი ინფორმაციის მოძიება გაგვიჭირდა და არ არსებობდა. მე მუდმივად არ მინდა ხაზი გავუსვა, მაგრამ გამონაკლის მაინც ვიტყვი, ეს არის ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი, სადაც ესე თქვა სტანდარტების დაცვა სრულად ხდება და მათთან ეს მდგომარეობა გამართულია. ძალიან ბევრმა დაწესებულებამ სამწუხაროა, რომ არც კი იცის იმის შესახებ, რომ ესეთი სტანდარტი არსებობს და რომ ამ სტანდარტის დაცვაზე, პრეტენზიებზე უკვე შეიძლება ითქვას, რომ ზედმეტიც გამოდის ხანდახან საუბარი. ძალიან სამწუხაროა და აქ კიდევ ერთხელ იკვეთება ის, რომ ამ ადამიანების კვალიფიკაციის ამაღლება აუცილებელია და მნიშვნელოვანია და როცა მათი სერვისის მიმწოდებლად რეგისტრაცია ხდება, ალბათ სახელმწიფო მინიმალურ სტანდარტებს მაინც უნდა გააცნოს ეს ადამიანები და მიაწოდოთ მათ ინფორმაცია იმ მომსახურების და იმ სავალდებულო საჭიროების შესახებ, რაც მათი მხრიდან აუცილებლად უნდა იქნას დაცული. ბენეფიციარზე ორიენტირებულ გარემოსაც შეეხება ამაზე მე გარკვეულწილად ვისაუბრე, სამწუხაროდ იყო ისეთი ფაქტები, როცა გარე ინფრასტრუქტურა, შენობების და შიგა ინფრასტრუქტურაც პირიქით არათუ ბენეფიციარზე ორიენტირებული ნებისმიერი, ასე ვთქვათ, შეზღუდვის არ მქონე გადაადგილების პრობლემების არ მქონე ადამიანისთვისაც კი გარკვეული პრობლემები წარმოიშვებოდა, იმიტომ რომ სამშენებლო ნარჩენები და სამშენებლო მასალა იყო ზოგი დაწესებულების ტერიტორიაზე, ეს ჩვენს ანგარიშში ასე ვთქვათ ფოტოსურათით არის დადასტურებული ეს ფაქტები და ჩვენ ასე ვთქვათ ასახული გვაქვს ეს საკითხები. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ რამოდენიმე დაწესებულებაში ვნახეთ ეტლი, მაგრამ თუ ეტლით ვერ ისარგებლა ადამიანმა, მაშინ ეტლი როგორც ბუტაფორია არავის არ ჭირდება, ბუნებრივია, ხომ? ადამიანს უნდა შეეძლოს ამ ეტლის გამოყენება დანიშნულების მიხედვით და ის რომ გამოიყენოს, ამისთვის მას უნდა გქონდეს შესაბამისი გარემო, რომ გადაადგილდეს თავისუფლად, ან თუნდაც სხვისი დახმარების საშუალებით. რაც შეეხება უსაფრთხოებას და სანიტარულ მდგომარეობას. ძალიან ბევრ დაწესებულებაში, მათ შორის თბილისისა და ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატები, მოგხსენებათ ეს ძველი შენობებია, მათ შორის არის ინფორმაცია და ჩვენ ეს თქვათ ნახეთ იმ ფაქტები იმასთან დაკავშირებით, რომ ხშირ შემთხვევაში არ არის თქვათ დაცული სანიტარული წესები, მათ შორის არ არის ცენტრალური გათბობა, ხშირად თქვათ წყლის აი ფოტოც გვიდევს ჩვენ ასეთი გაცხელება ხდება კუსტარული ელექტროგამაცხელებით, რომელიც გარკვეული საფრთხის შემცველია, ასე ვთქვათ, მით უმეტეს ხანდაზმულთა მომსახურების შემთხვევაში, იმიტომ რომ არავინ თქვათ არ არის დაზღვეული ეს შემთხვევისგან, მით უმეტეს ეს ადამიანები. კონფიდენციალობის დაცვაზე როცა საუბრობდით, მინდა გითხრათ, რომ ზოგიერთ დაწესებულებაში სიტყვა კონფიდენციალობა არც კი იცოდნენ რა იყო და ვფიქრობ, რომ პირველად გაიგონეს, რაც ძალიან სამწუხაროა. იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის პირადი ცხოვრება და პირადი ცხოვრების ხელშეუხლებლობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია და სტანდარტის მიხედვით კონფიდენციალობის დაცვის ვალდებულება აქვს, ასე ვთქვათ, სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებას. აქ მხედველობაშია იმ ინფორმაციაზე წვდომა, რომელიც ინახება მომსახურების მიმწოდებელთან, მათ შორის მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია, თუნდაც მისი ოჯახური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია და კონფიდენციალობის დაცვას რაც შეეხება ამასთან დაკავშირებით, ინფორმირებული უნდა იყოს როგორც ბენეფიციარი სტანდარტის მიხედვით, ასევე მისი კანონიერი წარმომადგენელი ან ოჯახის წევრი, რომ რა შემთხვევაში შეიძლება მოხდეს ამ კონფიდენციალობის დაცვა. მაგალითად, თუ ვთქვათ, პირს დაჭირდება სამედიცინო მომსახურება, ბუნებრივია დაწესებულება ვალდებული იქნება ასეთ შემთხვევაში მასთან არსებული დოკუმენტაციის მიხედვით შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდოს სამედიცინო დაწესებულებას. მე არ ვსაუბრობ სოციალური მომსახურების სააგენტოსთან, იმიტომ რომ ეს ერთ-ერთი ისეთი დაწესებულება, რომელსაც ალბათ ძალიან ბევრი ადამიანის შესახებ ინფორმაცია აქვს და მეტნაკლებად, ასე ვთქვათ, აქ ამ შემთხვევაში კონფიდენციალობის გამჟღავნებაზე შეიძლება არ იყოს საუბარი, მაგრამ ნებისმიერი სხვა სერვისის მიწოდების დროს შეიძლება გახდეს საჭირო, ვთქვათ, ადამიანის ინფორმაციის, ასე ვთქვათ, გაცემა სხვა პირზე და ამასთან დაკავშირებით ინფორმირებული უნდა იყოს უშუალოდ ის პირი, რომლის კონფიდენციალურ ინფორმაციასაც გავამჟღავნებთ. ძალიან მნიშვნელოვანია მომსახურების ინდივიდუალური მიდგომის დაცვა. იმიტომ რომ თითოეული ადამიანი და თითოეული ინდივიდი არის თავისებური და მას აქვს თავისი განსაკუთრებული საჭიროებები. სამწუხაროდ დაწესებულებების დიდ ნაწილში, უმეტეს ნაწილში,
გარდა ისევ გურიას აღნიშნავდი, არ ხდება ინდივიდუალური გეგმის მიხედვით, ასე ვთქვათ, მომსახურების მიწოდება. თავდაპირველად, რა თქმა უნდა, სოციალური სამსახური და სოციალური მომსახურების სააგენტო, როცა შეისწავლის პირის მდგომარეობას და იღებს ვიდრე გადაწყვეტილებას მიიღებს აღნიშნული პირის ჩარიცხვაზე დაწესებულებაში, რა თქმა უნდა, ახორციელებს მის ინდივიდუალური გეგმაზე მუშაობას და შესწავლას მისი მდგომარეობისა, თუმცა შემდგომ პერიოდში უკვე წდება სადღაც ეს ძაფი და სოციალური მომსახურების სააგენტო მას შემდეგ, რაც პირს ჩარიცხავს, ასე ვთქვათ, დაწესებულებაში ფაქტიურად სოციალური მუშაკი და სოციალური სამსახური აღარ აგრძელებს მათთან, ასე ვთქვათ, იმ აქტიურ მუშაობას, რომელიც საჭიროა ინდივიდუალური მიდგომის ნაწილთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ინდივიდუალური სამსახურების გეგმა უნდა გადაიხედოს პერიოდულობით და სტანდარტით დადგენილია მისი გადახედვის ვადები, იმიტომ რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ შეიძლება აღარ არსებობს ის პრობლემა, რაც არსებობდა მოცემულ ეტაპზე და შემდეგ სხვა საჭიროება გამოიკვეთა. ამას ალბათ პირდაპირ უკავშირდება და გარკვეულწილად მე შეიძლება რაღაცნაირად კვეთა მოხდეს ამ შემთხვევაში პერსონალისა და მოთხოვნები პერსონალის მიმართ, იმიტომ რომ სამწუხაროდ დაწესებულებებს არ აყავთ სოციალური მუშაკები და აქ ძალიან ბევრი ამ სტანდარტების დაუცველობის მიზეზად, ერთ-ერთ მიზეზად და მნიშვნელოვან მიზეზად ასახელებს იმათ, რომ მათ არ აქვს საჭირო რესურსები, ანუ ფინანსური რესურსი, რომ შესაბამისი, თქვათ, სხვადასხვა სპეციალობის მქონე ადამიანები, მათ შორის, თქვათ, ფსიქოლოგები ყავდეთ. რაც შეეხება კვებას, სტანდარტის მიხედვით დაწესებულება ვალდებულია სამჯერადი კვებით უზრუნველყოს მასთან განთავსებული და მყოფი ხანდაზმულები. ეს მეტნაკლებად ხდება, მაგრამ როგორ არის, თქვათ, სანიტარული პირობები, როგორ არის კვების რეჟიმი, როგორ დგება მენიუ, არის თუ არა დიეტური კვების კომპონენტი გათვალისწინებული, ეს და უამრავი სხვა საკითხი, რომელზეც დაწვრილებით არის ანგარიში, კიდევ ერთხელ გავუსვა მხარს საუბარი, სამწუხაროდ არ სრულდება სათანადოდ. დარღვეულია იგივე პროდუქტების შენახვის პროცედურები, რომ არ შეიძლება თქვათ მზა პროდუქციის და თქვათ ხორცის, თევზის და ასე შემდეგ აღარ ჩამოვთვლი ხამი ამ წვრილად ამ დეტალებში აღარ შევალ. სამწუხაროდ ჩვენ ამასთან დაკავშირებითაც გვაქვს რეკომენდაცია და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ სტანდარტი იყოს, რაღაც მინიმალური სტანდარტი არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ კვებითი მომსახურების დროს როგორი და რა პირობები უნდა იყოს, თქვა დაცული, როცა მომსახურება ხდება 24-იანი სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებაში. ძალიან ბევრ ადგილზე და რამდენიმე დაწესებულებაში გითხრეს, რომ ბენეფიციარს მართალია ჭირდება დიეტური კვება, მაგრამ ჯიუტობს და თავს არიდებს და ამდენად ჩვენ არ აგვაქვს შედგენილი. ძალიან ბევრ დაწესებულებაში არ იყო, თქვათ, მენიუ. იგივე ხანდაზმულები საუბრობდნენ, რომ მენიუში ასახული, ასე ვთქვათ, კომპონენტები არ არის, თქვათ, დღის განმავლობაში და არ მიეწოდება. შეიძლება მენიუ და არსებული, თქვათ, საკვები იყოს განსხვავებული, ასეთი ფაქტებიც იყო მონიტორინგის დროს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზს იმ ფაქტს, რომ კვების მინიმალური სტანდარტის შემუშავებაზე იქნებ იზრუნოს სახელმწიფომ და საალყო დამცველის ერთ-ერთი რეკომენდაცია ამ ნაწილშიც არის. სოციალური აქტიურობის ხელშეწყობაზეც ასევე მოკლედ ვისაუბრე და მინდა კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი იმას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ხანდაზმული საუბრობდა, რომ არც კი ახსოვს ბოლოს როდის გავიდა დაწესებულებიდან და ძირითადად არიან მაინც დაწესებულებაში. თუმცა, იგივე გურიაში მცხოვრებმა პირებმა გითხრეს იქ პანსიონატში მოთავსებულებმა, რომ მათ აქვთ საშუალება გავიდნენ გარკვეული პერიოდი, თქვა, დაესწრონ თავიანთი აღსარებლობის მიხედვით რელიგიურ რიტუალებში მიიღონ მონაწილეობა და ასე შემდეგ. იქ იმართება ჩაის საღამო, კითხულობენ პოეზიას და ასე შემდეგ. მაგრამ ბევრ დაწესებულებაში მაგალითად ვერ გაიხსენეს ბოლოს როდის იყო, ესე ვთქვათ, ესეთი აქტივობა მათთან და როდის იყვნენ ისინი ამ აქტივობებში ჩართულები და რამოდენიმე მახსენებ მხოლოდ ახალ წელს რაღაც ღონისძიება, როცა მათთან სტუმრად მივიდნენ მერიის რომელიღაც დაწესებულების, სამწუხაროდ ზუსტად არ მახსოვს წარმომადგენლები, დიახ, საჩუქრებით, ჩვენ საჩუქრებით მისვლას არავის არ უშლით, მაგრამ პირველ რიგში ამ ადამიანებთან და ზოგადად ადამიანებთან უნდა მივიდეთ უფლებებით და ამ უფლებების დაცვით, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ჯანმრთელობის დაცვა ერთ-ერთი სერიოზული და მნიშვნელოვანი კომპონენტი და სერიოზული კომპონენტი, რომლის, ესე ვთქვათ, სრული დაცვა და ამ სტანდარტის სრულყოფილი რეალიზება და მისი, ესე ვთქვათ, უზრუნველყოფა არ ხდება სამწუხაროდ.
ეს არ ნიშნავს, რა თქმა უნდა, იმას, რომ ეს ადამიანები ღვთისანაბარად არიან მიტოვებული, მაგრამ გადაუდებელი შემთხვევა ისედაც ყოველთვის არის ადამიანებისთვის და მით უმეტეს დღეს არსებული ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის და დაზღვევის ფარგლებში, მაგრამ ამ დაწესებულებებს აქვს სხვა ვალდებულება და ჩვენ მიგვაჩნია სახალხო დამცველის აპარატი მიიჩნევს, რომ აუცილებლად უნდა გაკეთდეს განსაკუთრებული აქცენტი, რომ ჯანმრთელობის დაცვის უფლება სათანადოდ იყოს რეალიზებული. აქ აუცილებელია, როგორც უკვე ვისაუბრე, რომ თითოეულ დაწესებულებას ყავდეს შესაბამისი სამედიცინო პერსონალი, როგორც ექიმი, ასევე ექნები. რა თქმა უნდა, არის, როგორც გითხარით, მხოლოდ ერთი დაწესებულება იყო, სადაც დირექტორი იყო, ექიმიც, მზარეულიც, დამხმარეც, მზრუნველიც და ასე შემდეგ. დიახ, მულტიფუნქციური პიროვნება და ადამიანი, მაგრამ სამწუხაროდ ერთი ადამიანის მიერ ბუნებრივია ვერ მოხდება და სათანადო კვალიფიკაცია ჭირდება თითოეულ მიმართულებას და პერსონალი, რომელიც ამ ადამიანებს უნდა ემსახურებოდეს, სათანადოდ უნდა იყოს მომზადებული და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარია, უნდა არსებობდეს ესეთი ადამიანი, რომ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, როცა მას აქვს ვალდებულება, დაწესებულებას, შესაბამისი სერვისი მიაწოდოს პირველად ჯანდაცვის, ასე ვთქვათ, მომსახურება და პირველადი დახმარება აღმოუჩინოს ამ ადამიანებს, ჩვენ ვფიქრობთ, რომ აუცილებლად უნდა არსებობდეს და იყოს გათვალისწინებული შესაბამისად ექიმისა და ექნის შტატი. ძალიან მნიშვნელოვანია უკავშირისა და გაპროტესტების პროცედურები, ადამიანს ნებისმიერს უნდა ჰქონდეს საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება, საკუთარ პრობლემაზე საუბრის უფლება და ამ პრობლემის გადაჭრის გზით და მიზნით, ასე ვთქვათ, საკუთარი ხედვის წარმოჩენის და შემდეგ უკვე ესე ვთქვათ, განხილვა. სტანდარტის მიხედვით და შინაგანაწესებით ზოგიერთ დაწესებულებას აქვს, ასე ვთქვათ, შინაგანაწესში შემუშავებული, თუმცა ძალიან ხშირად როგორ არის იცით ეს შინაგანაწესები, როგორც თავისუფლება რჩება ადამიანს. აი, ვინმე რომ მოვიდეს, მათ შორის ალბათ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები და იყოს ეს, იმიტომ რომ ეს სტანდარტით უნდა იყოს და აი, გაუგიათ ყურმოყრულად, ბევრს მართლა სამწუხაროდ ყურმოყრულად გაუგია, რომ უნდა იყოს. თორემ შინაგანაწესის მიხედვით რომ უნდა ხდებოდეს აბსოლუტურად მისი დაცვა და მისი შესაბამისად ფუნქციონირება და მოქმედება და მომსახურების მიწოდება, ეს სამწუხაროდ ნაკლებად იციან. რა თქმა უნდა, არა ყველა, მაგრამ უმეტესწილად ესეთია. არის რაღაც ტრაფარეტული, რამდენიმე ადგილზე ისიც კი შევამჩნიეთ, რომ ალბათ ერთ დაწესებულებაში რომ მივიდა სახალხო დამცველის პრევენციული მექანიზმის ჯგუფის წევრები უკვე ინფორმაცია გავრცელდა, რომ სავარაუდოდ ჩვენ სხვა დაწესებულებაშიც მივიდოთ და ესეთ ახლა დამობეჭდილი, ასე ვთქვათ, შინაგანაწესიც კი ვნახეთ რამდენიმე ადგილზე გაკრული, რომელიც ასე ვთქვათ, ჩვენი მონიტორების თვალს არ გამოეპარა, რა თქმა უნდა. ძალიან ცუდია და ვისურვებდით, რომ შემდგომში მსგავსი ფაქტები არ იყოს. მე და ჩვენ ყოველთვის საუბრობთ და სახალხო დამცველი ყოველთვის აღნიშნავს, რომ ჩვენი საქმიანობა არ ემსახურება ვინმეს დასჯას, ვინმეს მიმართ ჩასაფრებულ მდგომარეობაში ყოფნას, რაღაც ესე ვთქვათ, ძებნას იმისა, ვინ რა დააშავა, ჭალებში გააფუჭა, მაგრამ ჩვენ საერთოდ და ერთად ყველანი უნდა ვემსახუროთ და სწორედ ჩვენი მონიტორინგი ემსახურება იმას და სახალხო დამცველის საქმიანობა, რომ საბოლოო ჯამში ყველა ადამიანის, მათ შორის თუ ბავშვობიდან მოვდივართ, ყველანი სიბერეში მივდივართ, ამიტომ მნიშვნელოვანია თავიდანვე დავიწყოთ ზრუნვა იმ პრობლემების მოგვარებაზე, რაც ამ ადამიანების ირგვლივ არსებობს. ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი ძალადობისაგან და დისკრიმინაციისაგან დაცვა. მოგეხსენებათ, ეს ადამიანები ძალადობისაგან და დისკრიმინაციისაგან არც საკუთარი ოჯახის წევრების მხრიდან არ არიან ხშირ შემთხვევებში დაცული და ძალიან სამწუხაროა, როცა შეიძლება ესეთი ფაქტები, ვთქვათ, დაფიქსირდეს და გამომჟღავნდეს სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში. ძალადობას ვერ ვიტყოდით, რომ ჩვენ თვითონ პერსონალის მხრიდან იყო ამ პირთა მიმართ ძალადობა, მაგრამ თუ შეიძლება ეს დავარქვათ ბულინგი, ალბათ რომ ვიხმარო. შეიძლება იყო რამოდენიმე ესეთი ჩვენ რა თქმა უნდა ანგარიში ამაზე არ ვისაუბრია, მაგრამ ძალადობა შეიძლება თვითონ ბენეფიციარებს შორის იყოს, რომელიღაც იყოს ძალიან აგრესიული, რომელიც მუდმივად თქვათ სხვა ადამიანებზე ახდენს რაღაც გარკვეულ ზემოქმედებას, შეურაცხყოფს, ცუდ მდგომარეობაში აყენებს, აშინებს თუ რა ვიცი ასე შემდეგ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია დაწესებულებამ კარგად იცოდეს არსებული რეგულაციები, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში იცოდეს ამ დროს როგორ მოიქცეს, როგორ მართოს ძალადობის შემთხვევა და როგორ დაიცვას ადამიანები დისკრიმინაციისაგან. სამწუხაროდ ეს კომპონენტი ვერ სრულდება სათანადოდ დაწესებულებების თითქმის ყველა ნაწილში და აქაც გამონაკლისის სახით ვიტყოდი და ერთ-ერთი თვალსაჩინო, მე ასე ვიტყოდი, ძალადობის მართვის შემთხვევები, რაც დაფიქსირდა ოზურგეთის შემთხვევაში, როცა ძალადობის ფაქტი ხდება, პირველ რიგში მისი
რეგისტრაცია ხდება და შესაბამის ჟურნალში უნდა ხდებოდეს მისი აღრიცხვა, მაგრამ ამ ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი შეტყობინებას აგზავნის, რა თქმა უნდა, საჭიროების შემთხვევაში საპატრულო პოლიციაში, უბნის ინსპექტორთან, ანუ პოლიციის მუშაკებთან და შემდეგ უკვე სოციალური მომსახურების სააგენტოს აყენებს ასევე საქმის კურსში და შემდეგ უკვე ხდება შემთხვევის მართვა. სადაც განიხილება მოცემული თქვათ კონკრეტული ფაქტი, სადაც მონაწილეობას იღებენ როგორც თქვათ უფლებადამრღვევი, ასევე პირი, რომლის მიმართაც ძალადობა განხორციელდა, ანუ ყველა მხარე მონაწილეობს, ამით მის თქმა მინდა და მე ვთვლი, რომ ეს არის ძალიან კარგი პრეცედენტი და ძალიან კარგი მაგალითი და სწორედ ამ ადამიანების უშუალო მონაწილეობით, სახელმწიფოს უშუალო ჩართულობით სახელმწიფო რა თქმა უნდა სოციალური მომსახურების სააგენტო, რომელიც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოა ისედაც და მით უმეტეს ამ ნაწილზე და ამ კომპონენტზე პასუხისმგებელია და ზედამხედველობას ანხორციელებს და მათი ჩართულობით, ასე ვთქვათ, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება, რათა მსგავსი პრეცედენტები იქნას თავიდან აცლებული და გარკვეულწილად პრევენციაც მოხდეს იმისა, რომ ასეთი ფაქტები, ვთქვათ, არ განმეორდეს. რაც შეეხება მოთხოვნებს პერსონალის მიმართ. ნებისმიერ ჩვენთაგანს ყოველთვის სჭირდება გადამზადება და ყოველთვის მიხარია, როცა მექნება და მეძლევა შესაძლებლობა გავიარო რაიმე ტრენინგი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ტრენინგი მეც გავლილი მაქვს და ბევრ თქვენთაგანს დარწმუნებული ვარ, მაგრამ ჩვენ ვნახეთ ადამიანები, რომლებსაც არასდროს არ გაუვლიათ ტრენინგი, თუმცა გურიაში ვნახეთ ადამიანები, რომლებმაც ძალიან ბევრი ტრენინგი გაიარეს თავიანთი საქმიანობის მიმართულებით და აქვე მინდა აუცილებლად აღვნიშნო, რომ ძალიან ბევრი გამოთქვას მზაობას იმასთან დაკავშირებით და დიდი სიამოვნებით ჩავერთვებით ჩვენ თუ კი ვინმე გვასწავლის, თუ კი ვინმე პრაქტიკას გაგვიზიარებს, თუ კი ვინმე აგვიხსნის. მე ვფიქრობ, რომ დისკუსიის ნაწილში მიეცემათ სავარაუდოდ ალბათ ჩვენს მონაწილეებს და ჩვენს სტუმრებს საუბარი და თვითონაც იტყვიან ამასთან დაკავშირებით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ ადამიანების კვალიფიკაციაზე ზრუნვა და კვალიფიკაციაზე ზრუნვა ვერ მოხდება სათანადო მასალების, სათანადო ნორმატიული აქტების მიწოდების გარეშე და ასევე იმ ტრენინგების ჩატარების გარეშე, რომელიც მათთვის უნდა ჩაატაროს შესაბამისი სფეროს სხვადასხვა ექსპერტებმა. გარდა იმისა, რომ პერსონალი ყავთ მცირერიცხოვანი და არ არის ისინი საკმარისი, ბევრი ამას უკავშირებს, როგორც უკვე აღნიშნე დაფინანსების პრობლემას, მაგრამ არსებული რესურსიც ვერ აკმაყოფილებს საჭირო სტანდარტს და ეს ცალსახად შემდეგ უკვე დამეთანხმებით ყველანი აისახება მომსახურების ხარისხზე. მე გადავალ რეკომენდაციებზე, მე შეგვიძლია კიდევ რა თქმა უნდა ძალიან ბევრი ვისაუბრო ამ ანგარიშთან დაკავშირებით, მაგრამ არ გამოვიყენებ რა თქმა უნდა ბოროტად დროს და გადავალ იმ რეკომენდაციების ნაწილზე. აქ რა თქმა უნდა არ არის სრულად ის რეკომენდაციები და ვერ იქნებოდა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რეკომენდაცია არის და რეკომენდაციების დიდი ნაწილი მოდის რა თქმა უნდა იმ მომსახურების მიმწოდებლებზე, იმიტომ რომ ეს სტანდარტი სწორედ ამ პირებისთვისა და ბუნებრივია მათ აქვთ მისი დაცვის ვალდებულება, თუმცა სახალხო დამცველს რეკომენდაციები აქვს საქართველოს შრომის და სოციალური დაცვის სამინისტროს, სოციალური მომსახურების სააგენტოს, ადამიანთა ვაჭრობის ტრაფიკის სხვათა დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის მიმართ და როგორც უკვე მოგახსენეთ, ასევე თვითონ პანსიონატების მიმართ სტანდარტის დაცვასთან დაკავშირებით. მე აღარ შევჩერდები ამ დეტალებზე და რეკომენდაციებს არ გავივლი კონკრეტულად. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და მზადავარ თუ რაიმეში ეს თქვა ჩვენი მონაწილეობა იქნება საჭირო ჩავერთოთ შემდგომშიც. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. მე ვფიქრობ, საკმაოდ დეტალურად იყო წარმოდგენილი ყველა ეს და მინდა რომ გავსნა უკვე დისკუსიის მოდერაციას ბატონ ბატონელი სახელმწიფოს პირველი მოადგილე გაუწევს და ყოველთვის მოვიწყდება და უნდა გამოვასწორო დღევანდელი შეხვედრა ევროკავშირის პროექტის ფარგლებში არის დაფინანსებული და მადლობა მინდა გადავხატო ევროკავშირის წარმომადგენლებს საქართველოში. მე შევერთებ მადლობას ევროკავშირის მიმართ, უფრო გავამყაროთ. დიდი მადლობა, მოგესალმებით მეც ასევე, მე ვფიქრობ საკმაოდ საინტერესო პრეზენტაცია წარმოადგინა ქალბატონა ირინამ, რომელიც პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფარგლებში ჩატარდა და ძალიან მნიშვნელოვანი რამ გამოიკვეთა, კერძოდ ის, რომ მიუხედავად იმისა, სახელმწიფო გარკვეულ ფინანსებს იღებს ხანდაზმულთა პანსიონატებისთვის და მათი უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის არის დაკარგული ხაზი, კერძოდ როცა საუბარია მონიტორინგზე და ამ სტანდარტებისადმი შესრულებაზე ზოგადად. და ეს არის ალბათ ერთ-ერთი ძირითადი და მთავარი რეკომენდაცია, რომელსაც სახალხო დამცველი ამ ანგარიშის ბოლოს აძლევს ზოგადად ჯანდაცვის სამინისტროს და სახელმწიფოს. მე გავხსნი
დისკუსიას, თხოვთ წარმოადგინოთ თქვენი თავი კითხვის დასმის დროს, რამდენიმე კითხვას შევკრებთ და შემდეგ რა თქმა უნდა იქნება პასუხი. თხოვთ. მოგესალმებით, მე ვარ მაია ბუჩიკური, სოციალური მომსახურების სააგენტო სოციალური პროგრამების სამმართველოს უფროსი. ძალიან დიდი მადლობა დღევანდელი შეხვედრისათვის, ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს. განსაკუთრებულად დიდი მადლობა ბატონ ირინას წარმოდგენილი მონიტორინგის ანგარიშისათვის, მისი კომპეტენტური ჩამოყალიბებისთვის, ასე ვთქვათ. რა თქმა უნდა, აქ არ არის საუბარი სადამსჯელო ან თავის დაცვის პოზიციაზე. ჩვენ ვართ ადამიანები, ვისაც უნდა სერვისის განვითარება, სერვისების უფრო უკეთესი ხელმისაწვდომობის გაზრდა, ფინანსური იქნება, გეოგრაფიული თუ სხვა და რა თქმა უნდა, ამას ვაგრძელებთ და გავაგრძელებთ მუდმივ რეჟიმში. ზუსტად ბატონმა უჩამ აღნიშნა, რომ სერვისების ნაკლებობა, დამხმარე სერვისების ნაკლებობა, რაც აუცილებელი არის ხანდაზმულთათვის, ეს ალბათ ერთ-ერთი პრობლემა არის. ძალიან ძნელი არის ჩამოვყიდოთ ყველა პრობლემა იმ ერთ მიმართულებას, რასაც ქვია, ვთქვათ, სათემო ორგანიზაციების ქვა პროგრამა, ან კიდევ ტრაფიკინგის ფონდში ხანდაზმულთა პანსიონატების დაფინანსება. აქ არის სხვადასხვა მიმართულება და რა თქმა უნდა, ეს არ არის არც ერთი დაწესებულების ხელმძღვანელის, არც ერთი დაწესებულების, არც სააგენტოს, ან თუნდაც ერთი სამინისტროს პრობლემა. ეს არის ზოგადად ქვეყნის პრობლემა ალბათ, რომელიც ნელა-ნელა უნდა გამოსწორდეს ყველას მცდელობით და ყველას ჩარევით. მაგალითად, თქვათ, იგივე ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციის ნაკლებობა, იგივე, ვთქვათ, სხვა დამხმარე სერვისების ნაკლებობა, გინდაც არასახელმწიფო დაფინანსებით, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მოზიდული გრანტებით და აი ამის კოორდინაციის ნაკლებობა. ოჯახის სიმყიფე. ალბათ ერთი შეხედვით წარმოუდგენელი არის ქალბატონი, რომელსაც ყავს 7 შვილი, ითხოვდეს თავშესაფარში განთავსებას, რომელი არის უკეთესი გავაძლიეროთ მისი ოჯახი, მისი 7 შვილის ოჯახი, თუ მოვათავსოთ ეს ქალბატონი 86 წლის ქალბატონი ინსტიტუციურ დაწესებულებაში. ეს რა თქმა უნდა დღეს გადასაწყვეტი თემა არ არის, მაგრამ ეს ალბათ ზოგადად საფიქრალი არის. ამას წინათ კერძო საუბარში ჩემმა ერთ-ერთმა მეგობარმა, რომელიც ასევე მონიტორინგზე იმყოფებოდა, თქვა, რომ პანსიონატში მყოფი ხანდაზმული ნახულობს თავის შვილს მისი პენსიის მიღების დღეს. შვილი მოდის და დედა აძლევს, დედა თუ მამა აძლევს მას თავისი პენსიის ნაწილს. და შეიძლება მთელი თვის განმავლობაში, ანუ ოჯახის გაძლიერება და აი ამ კუთხით ზრუნვა, ეს არის კიდევ უფრო დიდი პრობლემა და ალბათ უფრო მეტად საფიქრალი, ვიდრე ვთქვათ ის მეორე მიმართულება, რასაც ქვია ინსტიტუციაში ამ ადამიანების, რა თქმა უნდა, ისიც აუცილებელი არის, მაგრამ ეს ყველაფერი არის ერთმანეთთან შეწონილი და ძალიან ძნელი არის რაღაცა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება და რაღაცა კონკრეტულად ვინმეს განსჯა. ადამიანური რესურსები, ორგანიზაციები, რომლებზეც დღეს ვსაუბრობთ, მე ვსაუბრობ ახლა სათემო ორგანიზაციების ქვა პროგრამაში მონაწილე ორგანიზაციებზე. მათი დიდი ნაწილი არის არასამთავრობო, არაკომერციული იურიდიული პირი, რომელიც 1 თუ 2 წელი არის, რაც დარეგისტრირდა ამ სათემო ორგანიზაციის მომსახურების მიმწოდებლად. ძალიან ძნელი არის, მე რა თქმა უნდა არ ვსაუბრობ ორგანიზაციაზე, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან არსებულ ორგანიზაციაზე, რომელიც მართლა ჩვენთვისაც სამაგალითო არის და ძალიან ბევრ რაღაცას ჩვენ იქეთ ვსწავლობთ ქალბატონი მარინასგან, მაგრამ ორგანიზაციები, რომლებიც ახალ დარეგისტრირებულები არიან, არის მოთხოვნა და დარეგისტრირდნენ ეს ორგანიზაციები, მაგრამ მათი კომპეტენცია თუ თქვათ რაღაც გარკვეულ შემთხვევებში იწევს კითხვებს, ხო, აქაც მათ დახმარება ჭირდებათ და თანადგომა ჭირდებათ. არაფერი ცუდი იმაში არ არის, თუ თქვათ ორგანიზაციის ხელმძღვანელი ერთდროულად არის ექიმიც, მზარეულიც, დამხმარეც, მეგობარიც და ყველაფერი. მე ამაშიც უცვერაფერს ვერ ვხედავ მაგალითად და ეს ასეც უნდა იყოს. რახან სამედიცინო და ექიმს შევეხეთ, მე როგორც თქვათ პროფესიით ექიმი, ჯანდაცვის ორგანიზატორი, მე ვფიქრობ პირადად და რა თქმა უნდა ეს არც ეს არ არის დღეს გადასაწყვეტი და დისკუსიის თემა არის, მე ვფიქრობ პირადად, რომ სათემო ორგანიზაციაში
არ უნდა იყოს ექიმის და ექთნის პოსტი, ასე ვთქვათ. იმიტომ რომ არის ვთქვათ საყოველთაო დაზღვევა, არის ოჯახის ექიმი, არის სოფლის ექიმი, არის სხვადასხვა ვერტიკალური პროგრამები, რომელსაც აფინანსებს ჯანდაცვის სამინისტრო. მთავარი არის და ჩვენ გვიწერია კიდევაც პროგრამაში სამედიცინო მომსახურების ორგანიზების უზრუნველყოფა. ჩვენ უნდა და ჩვენმა ორგანიზაციებმა, სათემო ორგანიზაციებმა უნდა შეძლონ კარგად დაამენეჯმენტონ სამედიცინო მომსახურება. თორემ ჩვენ საუბრობთ ოჯახის ექიმზე. ყველა ოჯახში ვთქვათ, არის ზოგიერთი ორგანიზაცია, სათემო ორგანიზაცია, სათემო პროგრამაში დარეგისტრირებული ორგანიზაცია, ვინც ემსახურება 3, 5, 7 ბენეფიციარს და ამ ორგანიზაციაში რომ იყოს ერთი ექიმი და ერთი ექთანი, მე ვფიქრობ პირადად, რომ ეს არ არის აუცილებელი. შეიძლება სასურველი როგორც ოდესღაც რძლად მოყავდეთ ექიმი, იმიტომ რომ კარგი იქნება რომ ექიმი, რა თქმა უნდა, კარგი იქნება რომ იქ იყოს სამედიცინო განათლების ადამიანი, მაგრამ ეს არ არის, ჩემი აზრით, ეს არ არის აუცილებელი ჩვენი ჯანდაცვის სისტემის პირობებში. კიდევ სხვადასხვა მიმართულებები არის, ახლა ჩვენ მართლა აქ ვართ ადამიანები, ვინც ვართ მეგობრები და გახსნილად და ამიტომ ვსწავლობთ გახსნილად პრობლემებზე, თორემ რომ ვიყოთ ერთმანეთის მოწინააღმდეგე, ყოველთვის ვეცდებოდით თავის მოწონებას. არა, ჩვენ გვინდა ამ საკითხის გამოსწორება და მომავალშიც სიამოვნებით გავაგრძელებთ თანამშრომლობას სახალხო დამცველთანაც, ჯანდაცვის სამინისტროს, რა თქმა უნდა, მონიტორინგის ჯგუფთანაც, რომელიც ასევე მუშაობს და აკეთებს მონიტორინგს, გვაწვდის პერიოდულად მონიტორინგის ანგარიშებს და ჩვენ იმასაც ვხედავთ, რომ მდგომარეობა ნელა-ნელა სწორდება. თუ გამიკვირდა ძალიან, ვთქვათ, იგივე პროთეზირებაზე, პროთეზირების მცდელობა და უშედეგო დასრულება ეს რა არის, არ ვიცი. უშედეგო დასრულდა მან ვერ მოირგო პროთეზი, თუ არ წავიდა, თუ არ არისურვა. ვიცით რა არის, სახელმწიფო პროგრამებშიც არის ძალიან ბევრი მიმართულება, რომელიც შეიძლება არ იცის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ან ბენეფიციარს არ აქვს სურვილი იმ პროგრამაში დამხმარე საშუალებების პროგრამაში პრიორიტეტი არის ინსტიტუციურ დაწესებულებაში და სათემო ორგანიზაციებში მცხოვრები ადამიანების მომსახურება. ეს იქნება პროთეზირება, ეს იქნება ეტლით უზრუნველყოფა, მორგებული ეტლის მორგებაც წერია პროგრამაში და თუ ბენეფიციარმა ან ორგანიზაციამ მოაწერა ხელი ეტლის მიღებაზე, რომელიც არ არის მორგებული, ხო, ამ ადამიანის საჭიროებებზე, ეს არის მისი რაღაცა სიჩქარის ან გაუცნობიერებლობის ბრალი, თორემ სახელმწიფო პროგრამაში არის ეტლის გაცემა, მორგება, პროთეზის გაცემა, მორგება და მისი საგარანტიო მომსახურება ერთ წლის განმავლობაში, ხელჯოხები, სმენის აპარატები, ამას ყველაფერს და ალბათ ჩვენი ბრალიც არის, ან ჩვენი ორგანიზაციების ბრალიც არის ინფორმაციის ნაკლებობა. მადლობთ. კიდევ თუ არის კითხვები ძალიან მოგესალმებით. ხანდახან პასიონატის მართები ეროსიდან დაიწყო. პირველ რიგში გილოცავთ დღევანდელ დღეს, გილოცავთ საქართველოს და ყველა ხანდაზმის უსურვებ ჯანმრთელობას, კეთილდღეობას. არ შემიძლია არ აღნიშნო ეს ფაქტი, რომელზეც აქ იყო საუბარი. მოგახსენებთ, რომ ბატონი არ დავასახელებ მის სახელს და გვარს. ჩვენთან შემოვიდა სექტემბრის თვეში, ჩვენ ფუნქციონირება დავიწყეთ ივნისში, სულაც 2 თვის გახსნილები ვიყავით. 40 წლის ასაკში მან დაკარგა ერთი კიდური, ეხლა ამჟამად არის 86 წლის, 46 წლის მანძილზე მან არ ისურვა, მას ქონოდა პროთეზი, ეს ერთი. გარდა ამისა, ვიდრე ჩვენთან ჩაირიცხებოდა, ის ცხოვრობდა მეორე სართულზე იტალიურ სახლში, სადაც ყოველ დღე 7-ჯერ, ეს მე გამოვიკითხე მისი ნათესავების დღე 7-ჯერ, 8-ჯერ ჩამოდიოდა ხოხვით, გადაკვეთავდა ეზოს, ზამთარშიც, თოვლშიც და შედიოდა საერთო საპირფარეშოში. 46 წლის მანძილზე ეს ადამიანი ასე იქცეოდა. ჩვენთან რომ ჩაირიცხა, რა თქმა უნდა, ერთ დღეში ამ უნარჩვევებს ჩვენ ვერ გადავაჩვევდით. ეს იქნებოდა მითხარით, რომელი უფრო დიდი ძალადობაა 46 წლის მანძილზე, რასაც აკეთებს ადამიანი, იმას მეორე დღესვე აუგზავნო. ჩვენ მოვიტანეთ ფეხბურთელების აი სამუხლარები, იმიტომ რომ მე მითხრა, შვილო, აქო ფიანდაზიაო, მე ისეთ იმაზე ასვალზე დავდიოდიო. ნელ-ნელა, ძალიან ნელა, ისე რომ მას არ ქონოდა ტრამვა არ მიგვეყენებინა, ნელ-ნელა გავაკეთეთ, კი არა, სრელ წერტილებში დაუგეთ სპეციალური ხალიჩა, რომ იქაც რბილად მისულიყო.
და ძალიან ნელა შევაჩვიეთ ეტლზე გადავიყვანეთ. თქვენ რომ მობძანდით ეტლი მას უკვე ქონდა, ჩემთვის რომ ვინმეს დაესვა ეს კითხვა, მე აუცილებლად გეტყოდით რომ ის უკვე სარგებლობს ეტლით, მაგრამ როდესაც 7 ჯერ ხო ადამიანი, იქ ჯანმრთელობის პრობლემა, კუჭ-ნაწლავით და ჩატარებული აქვს ოპერაცია და ამიტომ მას სჭირდება 7 ჯერ 8 ჯერ გასვლა. ხანდახან, როდესაც ვთქვათ მზრუნველი ან მეორე ბენეფიციალს აქცევს ყურადღება, შეიძლება გაპარულიყო, მაგრამ ესეც თითქმის არ ხდება. ეხლა უკვე შეეჩვია 46 წლის შემდეგ ის შეეჩვია იმას, რომ სხვა ემსახურება, იმიტომ რომ მას არც ოჯახის წევრები ემსახურებოდნენ და არც სხვა დანარჩენი. მე რა თქმა უნდა ვეთანხმები ქალბატონ ირინას მოხსენებას ძალიან ბევრ საკითხში, მაგრამ მინდა უბრალოდ ეს ჩემი სურვილია რომ გარდა იმ დარღვევებისა, რომელიც ნახა სახალხო დამცველმა თქვათ შემოწმების დროს, დარწმუნებული ვარ არა მარტო ჩემთან, სხვაგანაც ნახავდა იმ პოზიტიურ თქვათ დამოკიდებულებას იმ პოზიტიურ ცვლილებებს, რაც მოაქვს ჩვენი ტიპის ხანდაზმულთა პანსიონატებს, იმ ადამიანებისთვის, ვინც უკაცრავად ცოტა ღელა არ ვარ მიჩვეული ესეთ გამოსვლებს და კარგი იქნება, რომ ასე დროს ჩვენთვისაც იქნებოდა, როგორ გითხრათ რა, მეტი სტიმული იმისთვის, რომ უკეთესად და უკეთესობისკენ შევცვალოთ, თქვათ, აი ეს სისტემა. ეს ახალი დანერგილია ჩვენ ყველა, მე არ ვიტყვი რა თქმა უნდა ქალბატონ მარინაზე, იმიტომ რომ იგი წლები ამუშავებს, ჩვენ რაღაცა თვეებია, ხო, მაგრამ ვფიქრობ, რომ ცოტა უკეთესი იქნებოდა, რომ ხაზი გაგესვათ იმ პოზიტივებზე, რაც იქ თქვენ ნახეთ და მე ვიცი, რომ ძალიან ბევრი მადლობა წამოვიდა ბენეფიციალებისგან და თქვენ ვინც იყო ჩვენთან სახალხო დამცველის აპარატიდან მოსული, მოისმინეს თავისი ყურით, როგორი კმაყოფილებიან და როგორი ბედნიერები ერთმა მამაკაცმა მე დავინახე კიდევაც ტიროდა და ეუბნეოდა მე ჩემ ოჯახში არ ყოფილვარ ასეთი ბედნიერი, იმიტომ რომ მას აქვს პარკინსონი და არასოდეს მისი ოჯახის წევრებს არ უფიქრიათ, რომ ნებისმიერი ლუკმა დაეჭრათ და ისე მიეწოდებინათ, იმიტომ რომ ისევ ის ვერ კბიჩავს. ანუ რისი თქმა მინდა, რომ არის ის პოზიტივები, რაც შეიძლება რომ აღნიშნოთ და ეს რა თქმა უნდა გამოჩნდება და იქნება სხვისთვისაც ძალიან ესეთი საგულისხმო და გაგვახარებს პირველ რიგში. დიდი მადლობა. კიდევ თუ არის კომენტარები ან შეიძლება მოგესალმებით, მე გახლავართ მარინა თოფურია, წარმოვადგენ ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირს გურიიდან. მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ არაერთხელ აღინიშნა პოზიტიურ კონტექსტში ჩვენი ორგანიზაციის სერვისის შესახებ. ეს ცხადია არის ჩვენი ორგანიზაციის წევრებისთვის და თანამშრომლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო мотиваციისთვის მოგეხსენებათ. იმისთვის, რომ კიდევ უფრო დიდი ენთუზიაზმით გავაგრძელოთ მუშაობა, თუმცა აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ კონკრეტულად ეს სერვისი 2012 წლიდან დავიწყეთ და ჩემმა კოლეგამ მართლაც სწორად აღნიშნა, გაცილებით დიდი ხნის გამოცდილება გვაქვს ვიდრე სხვა დანარჩენებს და მაშინ იმ პერიოდისთვის ჩვენ შევძელით დიდი ძალისხმევის შედეგად საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით თანხების მობილიზება, რათა შეგვექმნა ის ინფრასტრუქტურა, ის სტანდარტი, პროგრამული სტანდარტიც რასაკვირველია, რისი შესაძლებლობაც სამწუხაროდ ჩვენს შემდგომ და დღეს დაარსებულ და რეგისტრირებულ ორგანიზაციებს ნაკლებად აქვთ, იმიტომ რომ მოგეხსენებათ საერთაშორისო ორგანიზაციები დღეს სოციალურ სერვისებს არც თუ ისე ესე ვთქვათ წყალობენ დიახ და იმ დაფინანსების ფარგლებში შეუძლებელია ნამდვილად იმ სტანდარტის მიღწევა. ამაზე ცოტა მოგვიანებით ვიტყვი, მაგრამ აქვე მინდა აღვნიშნო, ასევე მოგვიანებით მოგილოცოთ დღევანდელი დღე, იმიტომ რომ ეს დღე არის ნამდვილად მნიშვნელოვანი, რათა თითოეულ ჩვენთაგანს ახსოვდეს ხანდაზმული და საკუთარი თავი სიბერეში, ალბათ ყველა დავბერდებით და ღმერთმაც ქნას, რომ ესე იყოს და რასაც დავთეს, იმას მოვიმკითხო, ამბობენ და ბუნებრივია, ჩვენ დღეს ამაზე უნდა ვიზრუნოთ და ერთი სამწუხარო ფაქტი უნდა ვთქვა.
ჩვენ დღეს ვლაპარაკობთ სოციალურ სერვისებზე და არადამაკმაყოფილებელი სერვისის მიწოდებაზე, ესე ვთქვათ, ხანდაზმულებისთვის, მაგრამ ალბათ ყურადღებია და უნდა აღვნიშნოთ, რომ ზოგადად საზოგადოებაში ამ მოცემულობაში თუ გადავხედავთ სტატისტიკას და რეალურად მდგომარეობას და ის ადამიანებიც დამეთანხმებიან, ვისაც თემთან ახლო ურთიერთობა აქვს და ბენეფიციარებთან, რომ ჩვენი კულტურა ხანდაზმულების მოვლის ოჯახებში ძალიან დაბალია. სამწუხაროდ ეს უნდა ვთქვათ და ვაღიაროთ. მე ვფიქრობ, ერთ-ერთი მიზეზი ამის არის ის, რომ სახელმწიფოებრივ დონეზე არ არის ეს საკითხი აყვანილი და მნიშვნელობა სათანადო არ არის ამაზე გამახვილებული, იმიტომ რომ ჩვენს ორგანიზაციას ბევრი ფაქტი უნახავს, რომ ნამდვილად ბევრ ოჯახში ბევრი უფლება ხანდაზმულის არის დარღვეული. მე პირადად მიმაჩნია, რომ ხანდაზმულთა თავშესაფრის 24 საათიანი სერვისი უნდა იყოს რადიკალური გადაწყვეტილება, რომ ოჯახიდან გამოვიყვანოთ ადამიანი და განვათავსოთ სერვისში. მე ვფიქრობ ესე. ჩვენ მაქსიმალურად და სახელმწიფო პირველ რიგში უნდა ფიქრობდეს, როგორ შეუნარჩუნოს თემი და ოჯახი და მე აქვე ვიტყვი სოციალური სააგენტოს და კონკრეტულად სოცმუშაკების როლს, რომლებიც სამწუხაროდ არ არიან დღესდღეობით ამას თვითონაც აღიარებენ შეიარაღებული კვალიფიკაციით, რომ სათანადოდ შეძლონ შეფასება ამ სიტუაციების და აღასრულონ ის საკანონმდებლო ბაზა, იმიტომ რომ დეტალურ რეგულაციებში არც არის სათანადოდ გაწერილი, კონკრეტულ სიტუაციაში რა ალტერნატიულ გზებს უნდა მიმართონ. მე ვგულისხმობ იგივე ქონებისა და ოქონების საკითხებს, ბიოლოგიურ ნათესაობასთან და შვილებთან და ქალბატონ მაიას ხაზს გავაგრძელებ, ესე ვთქვა, ჩვენს თავშესაფარშიც არის ბევრი ხანდაზმული, რომელსაც მრავალი შვილი ყავს, მაგრამ რატომღაც ჩვენთან არიან და დღემდე შვილები არც არასოდეს შვილებს მათი ამბავი არ უკითხავთ. მე ვფიქრობ, ამაში სახელმწიფო უნდა ჩაერიოს და ბუნებრივია მოგეხსენებათ საკანონმდებლო ბაზა შვილს ავალდებულებს პასუხისმგებლობას, რომელიც არასოდეს არ აღსრულებულა და სოცმუშაკები ამითი არც დაინტერესებულა. მე ვფიქრობ, ეს საკითხები არის ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან მნიშვნელოვანი ასევე პასუხისმგებლობები და იმ დოკუმენტის შექმნა კონკრეტულად სოცმუშაკმა რა უნდა აკეთოს და სოციალური სერვისის მიმწოდებელმა გაიმიჯნოს და კონკრეტულად იყოს გაწერილი რა პასუხისმგებლობები აქვს თუნდაც სერვისში მოხვედრის შემდეგ ბენეფიციართან მიმართებაში ადმინისტრაციას და სოცმუშაკს, იმიტომ რომ ამაზეც კითხვებს, რომლებსაც ჩვენ ვუსვამთ ხოლმე სოცმუშაკებს, პასუხები არ აქვს და ჩვენ ერთად ვეძებთ გამოსავალს, თუმცა რაღაცა საკანონმდებლო რეგულაცია ამის შესახებ არ არსებობს. მოკლედ, ამ ყველაფერს თუ გაითვალისწინებს, ესე ვთქვათ, სახელმწიფო და დღესდღეობით ხანდაზმულთა თავშესაფრებში, მე ვფიქრობ, იმდენი ადამიანი არ იქნება, რამდენიც დღეს არის. რაც შესაბამისად ბიუჯეტის დაზოგვას გამოიწვევს და საჭიროების შემთხვევების დროს ბიუჯეტის გაზრდას. იმიტომ რომ ისე ვიმეორებ, ამ 17 ლარით შეუძლებელია ამ ყველაფრის 16 ლარით უკაცრავად შეუძლებელი ამერია საოჯახო ტიპის სახლებში ბავშვებს. შეუძლებელია ამის მართვა. დიდი მადლობა, ჯერჯერობით ეს არის ისი თქმაც მინდოდა. მე მგონი კიდევ თუ არის უპასუხობდა მოკლედ ვიტყვი და მე მგონი უფრო ჩემი მხრიდან მე გახლავ საქართველოს პენსიონერთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე. თავმჯდომარე არის 95 წელიწადში ბატონი ადერგინ კობლატაძე. ბატონი ადერგინ კობლატაძე 2000 წლიდან ამ ორგანიზაციას ხელმძღვანელობს და მართლაც რომ მიტყვიან ბერმუხადა, ესე იგი დაუღალავი პიროვნება. ჩვენ ქონათ ბატონ უჩასთან რამდენიმე თვის უკან საუბარი შეხვედრაც მოხდა საქართველოს პენსიონერთა კავშირის აქტივის გამგეობის წევრებთან. იქ დაისახა სხვადასხვა საკითხები და ზუსტად ეს შეხვედრებიც იმას მოწმობს, რომ
ჩვენ იმის საფუძველზე რომ მემორანდუმი გაფორმდა ბატონ უჩასა და საქართველოს პენსიონერთა კავშირის სახალხო დამცველის ხელმძღვანელსა და ბატონ ადერკინ კობლაძეს შორის მართლაც ერთ-ერთი ეს შეხვედრაც და ის მონიტორინგიც რომელიც 2015 წლის 15 მარტში ჩატარდა და დღევანდელი დღეც დასტურია იმისი მეგობრებო რომ ზრუნავენ სახალხო დამცველის აპარატი ყველა თითოეული თანამშრომელი და არა მარტო მე მინდა გაუცხო ხაზი იმ სპეციალურ ვინც სადღესამისო დაწესებულებაში არიან მოთავსებული ფიქრობ რომ უპირიანი იქნება რომ ის ხანდაზმულები რომლებიც აი სტანდარტები იყო 15 პუნქტიდან შედგენილი 11-დან მე-11 პუნქტში იყო ზუსტად მოთხოვნები პერსონალის მიმართ ქალბატონებამ ისე კარგად დახვეწილად ლაგონურად და საქმიანად ისაუბრა მე დამებადა ეხლა ერთ-ერთი ესე რო ვთქვათ რაღაც ალბათ ისა თხოვნას და მე მგონი საქმიანიც იქნება თუ მონიტორინგს გავაკეთებთ ყველა იმ ღვაწლოსილ ხანდაზმულ პიროვნებებზე ვისაც შესაძლებლობა აქვს გამოცდილება აქვს დაგროვილი თავისთავად ცხადია ცოდნა ის რაციონალიზატორული გამომგონებლური ახალგაზრდები ესე უმოქმედოთ არიან დაუსაქმებელი არიან ადრე იყო ხოლმე გენახსოვრება თქვენ ნორჩტექნიკოსთა და კლუბი ამ კლუბებში სწავლობდნენ ახალგაზრდები ქუჩის გარდა დადიოდნენ წრეები იყო ჩამოყალიბებული სამოდელო წერდო ავია როგორც აბსოლუტურად თვითმფრინავი გემსამოდელო და შემდეგ ასწავლიდნენ ამას ზუსტად ის სპეციალისტები ის ხანდაზმულები ვისაც უკვე ის საინჟინრო გამოცდილება ჰქონდათ და პროფილი ჰქონდათ ესეთი რაღაცა ეს ხალხი ახლა თქვენ წარმოიდგინეთ რამდენი მოდის ჩვენთან ხანდაზმული ესე ღვაწმოსილი ასაკიან მაგრამ შეუძლია იმან რომ გადასცეს თავისი გამოცდილება ცოდნა და ეს უკვე განტვირთვაც იქნება მისი დაფასებაც იქნება ხანდაზმულის და თავისთავად ცხადია ყურადღებად რა თქმა უნდა ახლა ავადმყოფი ხანდაზმული იქნება სოციალურ დაუცველი თუ რაღაცა იმას ურიკას მიუტან თუ ხელჯოხს მიუტან თუ საკვებს მიუტან ეს კარგია მაგრამ მანამდე ჩვენ სანამ შეუძლიათ ის უკვე ასაკიანი ხალხი გამოცდილი ხანდაზმული უკვე არის 60-65 წელს უკვე პენსიონერია ყველა მოიაზრება ხანდაზმულად და ამ ხალხს იმდენი გამოცდილება და იმდენი ის აქვთ ენერგია რომ შეუძლიათ მათ ჯერ კიდევ გამოადგენ ქვეყანას მომავალ თაობას. ამიტომ მონიტორინგი თუ იქნება ისევ ისე თქვენი ინიციატივით ბატონო უჩა რომ მოხდეს მთლიანად ჯერ ქალაქის მასშტაბით, თუ არა და მე საქართველოს მასშტაბითაც, რომ ამ ხალხის შესწავლა პროფესიის მიხედვით და მე მათი რეალიზება, გამოყენება და დასაქმება. არ არის პრობლემა ამის, მე ვიცი რომ ამას თქვენ შეძლებთ, ჩვენთან ერთად, ჩვენ დაგვავალეთ, ჩვენ ჩავხდეთ თამაში საქართველოს პენსიონერთა კავშირი და კარგი იქნება კიდევ ადრე იყო ხოლმე ყველა რაიონში ადრე სკვერებს ბაღებს ეძახდნენ და იყვნენ თავ შეკრების ადგილი, სადაც იქნებოდნენ მოხუცები, აზრ უზიარებდნენ, ერთმანეთს ესაუბრებოდნენ, იყო კლუბები, აღარც კლუბები, აღარც ეხლა მუშნეთშიც იყო ხოლმე გამარჯვების პარკს, სად არის ხოლმე და აი ზუსტად ეს არის რომ აქედან ჩვენ ავადმყოფებამდე მივხედოთ ამ ესე რომ ვთქვათ ღვაწლს ეს ხარ ვისაც შეუძლია რომ ერთმანეთის აზრის გაზიარება და განიტვირთებიან ეს მეგობრობა ის ურთიერთობა ის თანაკოლეგიალობა რომ იყო დაიკარგა ესენი ერთმანეთთან სახში ვერ მიდიან მეგობრები ნათესავები იქ მაინც შეხვდებიან სადმე ბაღში სკვერში შეიძლება თითო ოთახი რაიონმა გამოუყევს კეთილინოს მერიამ ერთი ქალაქის მასშტაბით ერთი ესე რომ ვთქვა დარბაზი იყო სადაც შეიკრიბებიან და ეს გამოცდილი იცი რა ბრძენი ხალხი რა მეცნიერი როგორ არის იცით მაგრამ მე ვამბობ რომ იკარგება ეს ხალხი რამდენი მოდის ჩვენთან წინადადებებით გამოგონებებით და თელიანად ამას შევკრიბავ მათ ნაშრომებსაც იმასაც და მივცემთ გზას ავაღორძინებთ იმ ახალგაზრდა კლუბები იყო ხოლმე ესე თქვა ნორჩტექნიკოსთა კლუბი ესე იყო მთლიანობაში ქართულადაც რუსულადაც და შეიძლება რომ ეს ჩვენ ახალგაზრდობა დავასაქმოთ და ამ ხალხმა გადაცეს მათ გამოცდილება ცოდნა და ყოველივე ის რაც აუცილებელია მომავალი თაობისთვის მე მგონი ესე სიახლეჯობია მადლობთ ყურადღებისათვის ხო ერთი რამეა კიდევ მეგობრებო დღეს საქართველოს პენსიონერთა კავშირი
ხანდაზმულთან დღესთან დაკავშირებით თბილისის მასშტაბით ატარებს საზეიმო ღონისძიებას თითქმის 600-მდე იქნება ხანდაზმული ჩვენთან რა თქმა უნდა ქალაქის ყველა ის თვითმმართველობი ხელმძღვანელებიც იქნებიან თუ თქვენ წამობრძანდებით მიგიღებთ 3 საათი არის ჩვენთან ეს დაგეგმილი ეს არის პროფკავშირების სასახლეში დელისის მეტროსთან ღონისძიება მაღალ დონეზეა მომზადებული და ვფიქრობთ რომ თქვენც არ იქნებით უკმაყოფილო ეს ერთ-ერთი ყურადღება ხანდაზმულებისათვის გამოვხადეთ საქართველოს პენსიონერთა კავშირმა. მოგესალმებით, მოხუცებულთა პანსიონატი, ჩემი ოჯახი მაია ახალაძე. ქალბატონმა ირინამ აღნიშნა პერსონალი, რომელიც ყველა შეთავსებული მაქვს 5 მოხუცი ყავს მე და თუ მასწავლით როგორ უნდა მყავდეს ექიმიც, ექთანი, ფსიქოლოგი 5 მოხუცთან, ხანდახან 4-ია, ხანდახან 5-ია. 16 ეს ერთი და მე ეს ხო და ერთი თხოვნა მაქვს ბატონო უჩა თუ გაითვალისწინებთ ჩვენი პანსიონატი მდებარეობს გლდანში დასახლება გიორგი წმინდაში გაკეთდა წყალგაყვანილობა ჩვენამდე მისასვლელი გზა თითქმის არ არსებობს მივმართე ყველა სტრუქტურას მუნიციპალიტეტი გამგეობა მერია პარლამენტი პრემიერი და თქვენს სახალხო დამცველის აპარატსაც არავინ ყურადღება არ მოგვაქცია და აი თქვენ რომ აღნიშნეთ აი ეს რელიგიური მეხვეწებიან ერთი სანთელი გამგებელი იყო ჩვენთან მოსული დედის დღე მიულოცა და რა გინდათო ბებოებო რითი გაგახაროთო და შეეხვეწნენ სანამ ცოცხლები ვართო ჩვენი ფეხით გვინდა წავიდეთ ეკლესიაში და ერთი სანთელი ავანთუთო 120-150 მეტრ გზაზეა ლაპარაკი ესე იგი ყოველდღე თითქმის ყველა სტრუქტურას ვაწუხებ კაციშვილი ყურადღებას არ მაქცევს და აი თუ შეგიძლიათ ახლა აქ არსებულ ყველას სულ ყველას ქალბატონმა ნინო ზაუტაშვილის გადაცემა იყო პირველ არხზე იქ ვიყავი მიწვეული დიახ იქ ნინოს ეთერშიც ვიყავი იქ ბატონი გელა გამოვიდა ჩივიაშვილი მასაც ნუ ყველა კეთილმოწყობის სამსახური რაც კი არსებობს სულ ყველასთან 120 მეტრ გზაზეა ლაპარაკი მადლობთ და ბუდიშით ამ თემასთან დაკავშირებით არა ნუ რა თქმა უნდა მაშინ ძალიან მოკლედ შეიძლება იმიტომ რომ დროს დიახ აქ იყო საუბარი რომ აუცილებლად უნდა ყავდეს კვალიფიცირებული პერსონალი რა თქმა უნდა ძალიან დიდი სურვილი გვაქვს რომ ჩვენ შეიძლებოდეს სადღაც ჩავიხედოთ და ნახოთ რომ არის მზრუნველის კვალიფიკაციით თავისი სერტიფიკატით რა თქმა უნდა დაურეკავ მოვიყვან გავესაუბრები თუ ჩავთვლი საჭიროდ მივიღებ სამსახურს მაგრამ მსგავსი რამე არ არსებობს არსად მზრუნველის მომვლელის მსგავსი აი ესეთი კვალიფიკაცია არ არსებობს მე მთხოვნა მაქვს თუ ვინმე არის საქმის ყურში რომ სადმე ტარდება მსგავსი მონიტორინგები სადაც შეიძლება მე გავუშვა ჩემი მზრუნველები რომლებიც უკვე თეორიულად არა ტრეინინგები უკაცრავად მაპატიეთ ტრეინინგები და გაივლიან ექნება შესაბამისი კვალიფიკაცია ამას რა თქმა უნდა მოიტანენ და მეც მშვიდად ვიქნები იმიტომ რომ კვალიფიცირებული უკვე ნასწავლი იმიტომ რომ მე ვიცი რომ საზღვარგარეთ არის შესაბამისი ეს ყველაფერი მაგრამ საქართველოში ვერ მოვიძიე სად არ დავრეკე როგორ არ გავაკეთე მაგრამ ვერაფერი ვერ გავიგე ასე რომ თუ დაგვეხმარებით ამაში რა თქმა უნდა ჩვენი მზაობა იქნება რომ ის ადამიანები რომლებიც უკვე ბენეფიციარებთან არაჩვეულებრივად არიან შესისხორცები შეჩვეული ისევ იმად გაუშვებ რა თქმა უნდა და ისინი გაივლიან ამ ტრენინგებს ეს არის როგორ ვთქვათ წამოაყენონ მოხუცი როგორ ვთქვათ მოუვარონ როგორ არის ესეთი სპეციალური თურმე მაგრამ ჩვენ ვერსად ვერ მოვიციეთ თუ შეიძლება რომ ესეთი იყოს თუ არ არის არ ვიცი ვერსად ვერ ვნახეთ რომ შესაბამისი ესეთი არსებობს ტრეინინგები მე არ ვიცი მე ვიცი მხოლოდ საზღვარგარეთ სხვა კითხვები თუ არ არის მე მგონი რომ მოვიდა რომ გარკვეული შეფასებები გაკეთდეს და პასუხები გავცეთ მე სანამ გადავცემდე სიტყვას ქალბატონ ირინას და ნიკას ალბათ ექნება რაღაც კომენტარი მე მინდა ზოგადად
ზოგადი პოლიტიკის კუთხით, სახელმწიფო პოლიტიკის კუთხით ასევე გამოეხმაურა ქალბატონი მაიას და რუსუდან ბერეთის და ასევე ნაწილობრივ ქალბატონი მარინა ხერფურიას მოსაზრებებს და თქვა შემდეგი, რომ ის რომ სახელმწიფო და საზოგადოება იყოს იმ მოლოდინისა და იმედის ამარაზე, რომ ჩვენ ერთჩვენიერ დღეს სათემო სულისკვეთებას გავაღვიძებთ და შვილებს თუნდაც გარკვეულწილად დაავალდებულებთ და მოლოდინების კუთხით უფრო მეტად ჩავთავთ ამ ხანდაზმულებს თავიანთი ოჯახური ცხოვრებაში, განვითარებაში და მონაწილეობაში. ეს არის ცოტა არ იყოს, მე ვფიქრობ, საკითხს ვერ აგვარებს, რომელიც უკავშირდება იგივეს თუ კითხვა დასმული რა საკეთებს სახელმწიფო ხანდაზმულთა უფლებრივი მდგომარეობის დასაცავად. დღეს ქალბატონ ირინას არ უსაუბრია ღრმად და დეტალებში იგივე მადრიდის დაბერების ფორუმთან მიმართებაში, რომელსაც საქართველო არის შეერთებული, ის სტრატეგიის მეორე ფაზა, რომელიც უნდა დაწყებულიყო, ჯერ კიდევ არის შეჩერებული და ეს არის ძალიან კომპლექსური თემა და საკითხი მიდგომა და შეერთება სწორედ ამ მადრიდის დაბერების პრინციპებისა ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფომ საქართველომ აიღო გარკვეული ვალდებულება, თვითვალდებულება, რომ ხალხთა უფლებრივი მდგომარეობა იყოს ჩვენ ქვეყანაში დაცული, არსებობდეს გამართული სისტემური მიდგომა და არა ახსენდა ქალბატონმა მაიამ ბუჩუკურმა იგივე ქვე სერვისების გაძლიერება და ასე რომ ვთქვათ, არასამთავრობო ორგანიზაციების როლი, დონორები და ეს ყველაფერი არის ძალიან კარგი, ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ის სახელმწიფო სისტემა მოქმედებს კარგად, სადაც უფრო მეტი არის რეგულაციები და სახელმწიფოს უფრო მეტის გაღება შეუძლია. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვაქვს ის ფუფუნება, რომ ვიყოთ ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მხოლოდ თემის მუშაობა გავაძლიეროთ, რეალურად ქვე სერვისები გავაძლიეროთ და ამით გარკვეულწილად ის საკითხები, რაზეც ამ რეკომენდაციებში არის საუბარი, დაგვრჩეს ყურადღების მიღმა. ჩვენი მცდელობა არამც და არამც არ ყოფილა კრიტიკა მხოლოდ, ალბათ თქვენ ნახავდით, რომ იგივე ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი, რომელსაც მეტი გამოცდილება აქვს ამ მომსახურების მიწოდებისა, არის ძალიან დადებით კონტექსტში და ბუნებრივია იმ პოლიტიკის შემუშავების გზაზე ჩვენ კიდევ აქტიურად ვიქნებით ჩართული და ამ საკითხებს არაერთხელ გავუსვამთ ხაზს და გავიმეორებთ. აქவே შეიძლება სახელმწიფოს ზრუნვის ერთ-ერთ მიმართულებად იქცეს სოციალური პასუხისმგებლობის ცნების არარსებობა ჩვენ ქვეყანაში, რომელსაც მთავრობა უნდა ზრუნავდეს, ეს უნდა იყოს განგრძობითი პროცესი, როდესაც იგივე ბიზნესის კეთების პარალელურად ბიზნესს აქვს ტვირთი საიმისოდ, რომ თემში, სადაც ის ოპერირებს, უფრო მეტი ჰქონდეს შენატანი და უფრო მეტად ზრუნავდეს თუნდაც იმ ადამიანებს. ეს ძალიან კომპლექსური თემები და საკითხებია, მე მინდოდა უბრალოდ მეთქვა, რომ მეტი რეგულაციები, მეტი სისტემურობა, ვიდრე დაუშვათ ad hoc, ასე ვთქვათ, მოქმედებებზე დამყარებული სათემო მომსახურება და ზრუნვა და რა თქმა უნდა მონიტორინგი, რომელიც კიდევ მეტად უნდა გაძლიერდეს. ბოლო კითხვას გამოეხმაურები, როცა საუბარი არის კვალიფიკაციის ამაღლებაზე. ეს სწორედ არის სახელმწიფოს და ამ შემთხვევაში სოციალური მომსახურების სააგენტოს ვალდებულება, რომ არა მხოლოდ გასცეს თანხა და ჩვენ კიდევ შეგვიძლია ვიკამათოთ და ვიდაოთ თანხის რაოდენობაზე, რამდენად შეიძლება მან უზრუნველყოს დასრული ხანდაზმულის ყველა მოთხოვნილების დაკმაყოფილება, არამედ დაეხმაროს მათ იგივე კვალიფიკაციის ამაღლებაში, გადამზადებაში და დანარჩენ თემებს რაც შეეხება ჩვენი კოლეგები უპასუხებენ და მათ მოусმენთ. მადლობა. დიდი მადლობა. ბუნებრივია პრეზენტაციის დროს სრულად ვერ ვისაუბროთ შევეხმიანო თქვენს გამოსვლას იმასთან დაკავშირებით, რომ რამდენად პოზიტიურად არიან განწყობილი ბენეფიციარები. მე გარკვეულწილად ამასთან დაკავშირებით დავუჩინე, რომ ისინი გარკვეულ გაუქმებას გამოთქვამენ და გამოხატავენ და ჩვენ ანგარიში დეტალურადაც კი გვაქვს საუბარი ამასთან, რომ მათი უკავშირი ძირითადად გამოიხატება იმით, რომ ისინი სამადლობელ სიტყვას და მადლობას უხდიანას თქვათ იმ დაწესებულებების წარმომადგენლებს, პერსონალს, ხელმძღვანელებს და ამ შემდეგ, მაგრამ როცა საუბარია ადამიანის უფლებების მაღალი სტანდარტის დაცვაზე და როცა საუბარია სტანდარტის დაცვის ზედამხედველობაზე. უდავოა რა თქმა უნდა და ძალიან კარგია და ასევე აღნიშნე, რომ
არ ყოფილა რაღაც განსაკუთრებული ძალადობის, უხეში და ცუდი მოქცევის პრეცედენტები და შემთხვევები, მაგრამ მე კიდევ ერთხელ გავსვამ ხაზს იმის საჭიროებას, როცა სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, როცა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხდება თუ იმ სერვისის მიწოდება, იქ მაქსიმალურად საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობის სრული დაცვით უნდა ხდებოდეს ამ სერვისის მიწოდება და მისი ასე ვთქვათ განხორციელება. ჩვენ ანგარიში ასევე ვცლად საუბრობთ, როგორც ბატონო პაატამ აღნიშნა, მადრიდის სამოქმედო გეგმაზე, ჩვენი დღევანდელი განცხადება ბატონი სახალხო დამცველისა ცალსახად მითითებულია იქ, რომ შეფერხებულია ეს პროცესი, რა თქმა უნდა, ვიცით, რომ ძალიან ბევრი გამოწვევაა და ბევრი პრობლემაა, თუმცა ამ პრობლემების გადალახვის გზებზე ვსაუბრობთ სწორედ ჩვენ და ამის აუცილებლობაზე. მე შემიძლია მოკლედ ეს გითხრათ, რაც შეეხება თქვენს დაწესებულებას, მე სპეციალურად გადავშალე ის გვერდი, სადაც ჩვენ დეტალურად ვსაუბრობთ, თქვენ ბატონო ჩასთხოვეთ, რომ ჩვენ ჩავერთოთ ამ საკითხის შესწავლის პროცესში, ჩვენ უკვე ჩართული ვართ ამ საკითხში, მივმართეთ თბილისის მერიას იმასთან დაკავშირებით, რომ მოხდეს აღნიშნული გზის მონაკვეთის შეკეთება. მინდა გითხრათ, რომ ორჯერ მივმართეთ, შემდეგ დამატებით მივმართეთ და გამოვითხოვეთ ინფორმაცია, როგორც თბილისის მერიამ გვაცნობა, იქ სამუშაოებს ახორციელებდა წყალმომარაგების კომპანია და მათი ვალდებულება, ასევე მივიღეთ წყალმომარაგების პასუხი, რომელიც მერიამ, ანუ ჩვენ გვაქვს უკვე მიმოწერა, გარკვეული პერიოდია და როგორც უკვე მოგახსენეთ, ამ მიმართულებით ვატარებთ, ასე ვთქვათ, ვაგრძელებთ საქმიანობას და ამ საკითხის მონიტორინგს და ასევე ერთ-ერთი რეკომენდაცია, თქვენ როცა წაიკითხავთ ანგარიშს, იქ ნახავთ, რომ თბილისის მერიის სახელზე სწორედ ეს რეკომენდაცია არის შემუშავებული, რაცა მოხდეს ამ გზის მონაკვეთის შეკეთება. ყველაფერზე მართლა ვერ ვისაუბრებთ. პრევენციული ჯგუფის წევრებმა ტრანსპორტით ვერც წვიმიანი ნაწვიმარი ამინდი იყო და ის კი არა რომ ფეხით-სიაული არ გვეკადრება, ამაზე რა თქმა უნდა არ ვსაუბრობთ, მაგრამ ფიზიკურად ვერ გადაადგილდნენ ისეთი ტალახიანი გზა არის და გზის მონაკვეთი და ფეხითაც გაუჭირდათ. ანუ შემაღლებული ადგილია. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ყველაფერზე ვსაუბრობთ და მე კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ პრეზენტაციაში ყველა დეტალზე ვერ ვისაუბრებ, მე ძირითად აქცენტებზე უნდა ვისაუბრო, თუმცა როცა ყურადღებით ნახავთ თქვენ ჩვენს ანგარიშს, იქ არის რა თქმა უნდა ამ საკითხებთან დაკავშირებით საუბარი. ალბათ ბატონი ნიკასაც ექნება კომენტარი, მაგრამ მე ასევე მინდათ იმ ფაქტთან დაკავშირებით გითხრათ, რომელიც შეეხება იმ ქვედაკიდულის ამპუტაციის მქონე პირს. ერთია, როგორ ცხოვრობდა ადამიანი და როგორ განაგებდა ის პირად ცხოვრებას, მაგრამ მეორეა, როცა ეს ადამიანი ჩვენთან ხდება ზრუნვაში და ჩვენ აგვაქვს უკვე პასუხისმგებლობა აღებული, მას, ასე ვთქვათ, ყველა საჭირო სერვისი მივაწოდოთ. ის უნარჩვევებით უნდაც ვასწავლოთ. ჩვენ კიდე ერთხელ მინდა გავსვა ხაზი იმას, რომ ჩვენ ვსაუბრობთ მაღალი სტანდარტით უფლებების დაცვაზე და არა იმაზე, რომ ისე რა იყოს თუნდაც დოკუმენტაციაზე, როცა და შინაგან აწესებს საუბრობდით. აქ ამაზეა საუბარი და არა იმაზე, რომ არავინ არაფერს არ აკეთებს. ეს აი ესეთი სიტყვები არსად არ არის ნახმარი და ჩვენი პოზიცია და ჩვენი სულისკვეთება, რა თქმა უნდა, არ არის ასეთი, მაგრამ მე არ ვიცი, შეიძლება ნიკასაც გქონდეს იგივე შეკითხვა ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ მაგალითად აი მე როცა შევადგინე ეს ოქმი ჩვენმა დეპარტამენტმა, პირდაპირ გვიწერია, რომ გადაადგილების დამხმარე საშუალებით ეტლით უზრუნველყოფის საკითხი არ დამდგარა დღის წესრიგში და თვითონაც არ მოუთხოვია. რადგან დარწმუნებულია, რომ მაინც ვერ გამოიყენებს და ამას განაპირობებს ის, რომ დაწესებულების გარემო ეტლით მოსარგებლე პირისთვის არ არის ადაპტირებული. ის ძველი წერტილი იცით რა, ადაპტირება გაჩვენოთ, რომ გვაქვს პანდუსები, გვაქვს ეტლი მოსულებული ხალხო. დიახ, აი სწორედ ეს საუბარ და შემდეგ მოგეცემათ, პირ თუ გეცემათ მოკლედ მე მინდა გითხრათ, რომ სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში ადაპტირება მიიჩნევა პანდუსი. პანდუსი არ არის მხოლოდ ადაპტირებული გარემო, ეს არის ერთ-ერთი კომპონენტი, შესასვლელი, შენობა უნდა იყოს სრულად ადაპტირებული, მათ შორის სველი წერტილი უნდა იყოს ადაპტირებული ამ პირის საჭიროებაზე, ამაზეა აქ საუბარი და იცით რა, ჩვენ დღეს ვეწამოვალ და ვნახავთ, მაგრამ სამწუხაროდ ეს ისეთი იშვიათობაა საქართველოს შემთხვევაში, რომ ადაპტირებული სველი წერტილი მივესალმებით თუ ჩვენი მონიტორინგის შემდეგ ასეთი ადაპტირებული წერტილი, სველი წერტილი გაქვთ, თუმცა ჩვენ როცა დავიწყეთ საქმის წარმოება, ცალსახად ვუთითებთ, რომ ადაპტირებული არ არის გარემო ეტლით მოსარგებლისთვის. დამხმარე საშუალებებთან დაკავშირებით ქალბატონმა მაიამი საუბრობდა, სწორედ ამაზე ვსაუბრობთ, რომ ადამიანებს უნდა გქონდეთ ამ პერსონალს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით. მე ძალიან კარგად
კარგად ვიცი, იმიტომ რომ ეს ჩემი პირდაპირ და უშუალო მოვალეობა და წლებია ამ საქმეს ვემსახურები, რომ წერია ეს ქალბატონი მაიაც კიდევ შეიძლება ჩემზე მეტი პერიოდია, რომ მუშაობს ამ მიმართულებით და იცის, მაგრამ იმ ადამიანებმა, რომლებმაც არ იციან და მათ შორის პანსიონატის ხელმძღვანელებმა და პერსონალმა მათ უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ სახელმწიფოში არსებობს ასეთი პროგრამა და თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარებისთვის დამხმარე საშუალებები. მადლობა. ნიკა, ხო. ერთ შემთხვევასთან დაკავშირებით თქვენ ქალბატონო თქვენს ესე ვთქვათ, მინდა რომ გამოვეხმაურო, მე როგორც პროვინციის დამოუკიდებლობის დეპარტამენტის უბრალოდ უშუალოდ არასაკმაო გუნდის კუთხით, ესე ვთქვათ, შესაბამისი კვალიფიკაციის და გამოცდილების მქონე. მე უბრალოდ ერთი კითხვაც მექნება ამავდროულად, აი თქვენ ბრძანეთ, რომ თქვენ გამოიკითხეთ, რომ ეს ადამიანი რაღაც 46 წლის განმავლობაში თუ არ ვცდები, ის გადაადგილდებოდა ამგვარად ესე იგი და იყენებდა საფირფარეშოს. მას ფიზიკური შეზღუდვა აქვს, გადაადგილების პრობლემა აქვს. ნუ ეს იყო მისი თავისუფალი არჩევანი, ეს მისთვის ეს არის ნორმა, ეს ნორმალური მდგომარეობა იყო. ეს ხო არ გამომდინარეობს მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან, ეს მისი პიროვნებიდან გამომდინარეობს, პიროვნული დამოკიდებულება. მე პირადად მყავს ბებია, რომელსაც ასევე უჭერს გადაადგილდება, მაგრამ უჭერს. რამდენჯერად ჩვენ მივდივართ და ვცდილობთ, რომ ის ამბობს, რომ არა, მე გავაკეთებ ამას. შეიძლება ეს პირიქით და ამ დროს შეიძლება მზრუნველის დახმარება და მისი დახმარებით იქ შეყვანა ვთქვათ ეს პროცედურა შეიძლება ესეც კი ღირსების შემლახავი იყოს. აი მაგალითად ერთ-ერთი საქმე იყო მართალია ამას არ უკავშირდება, მაგრამ ადამიანის პროტე ევროპულ სასამართლოსა განხილული ეს პოლიციის განყოფილებას უკავშირდებოდა, უბრალოდ იზოლატორ საკანს, სადაც ყავდათ პირი, რომელსაც არ ქონდა ეტლი და ნუ შეთავაზებული ქონდა, რომ ეს თავისი ასე ვთქვათ გადაიყვანათ და ასე ვთქვათ მათი დახმარებით დაეკმაყოფილებინა ესე იგი ფიზიოლოგიური ეს მოთხოვნილები, მაგრამ ეს არ მიჩნეული იქნა როგორც ღირსების შემლახავი, რადგან არ იყო ეს ადაპტირებული და არ იყო შესაძლებლობა რომ მას ესე ვთქვათ დაეკმაყოფილებინა. ეს არის იმ პერიოდის საქმეზეა საუბარი, ხო ზუსტად წელი არ მახსოვს, მაგრამ ნამდვილად კონვენციის, ასე ვთქვათ, ახალი სულისკვეთების, რომელიც შემოიტანა შეშმოპირთა უფლებების კონვენციამ, გაეროს კონვენციამ, ამის ეს შემდგომი პერიოდია და ალბათ სწორედ ეს სულისკვეთება დევს ამ კონვენციაში, რომ გარემო უნდა იყოს ადაპტირებული, ანუ იმ შეზღუდვებზე მორგებული და მაქსიმალურად უნდა იყოს ის კონდექს შესაძლებლობა თვითონ დამოუკიდებლად გადაადგილდებოდა. აი ზუსტად ადაპტირებული რამდენად იყო ეს გარემო, ჩემი აზრით ეს არის ხაზგასმული და ესაა ვთქვათ პრობლემა, რომ ამ კუთხით და იგივე არ ვიცი ამ ადამიანთან იმუშავა ფსიქოლოგი ამდენი წლის განმავლობაში, ანუ შეიძლება ეს ჩავთვალოთ, რომ მას ეს აი ძალიან ცუდად კი შეიძლება გამომივიდეს, მაგრამ სიამოვნებდა რომ ასე გადაადგილდებოდა. ამაზე არის საუბარი. და ეს მე მგონი არის სუბიექტური მომენტი აუცილებლად ასეთვალისწინებელია. ეს სახლი სადაც არის განთავსებული ჩვენი პანსიონატი, ჩემი საკუთარი ჩემი საკუთრება. მე მყავს მამა, რომელსაც არა ორივე კიდური აგერ უკვე 15 წელია და ეს სახლი ჯერ კიდე მაშინ იყო ადაპტირებული. ანუ შემოსასვლეშიც გვაქვს, აბაზანის შესასვლეში გვაქვს, აბაზანა არის სადღაც ალბათ 1-20 კვადრატი. ასე რომ იმაშიც ძალიან თავისუფლად მოძრაობს ეტლი. სახლში გვაქვს 4-5 ეტლი. ჯერ კიდე მამაჩებიდან დაწყებული. ასე რომ ყველა პირობა იყო, მაგრამ მე ავღნიშნე, მართალია ის 40-46 წელი ისე დადიოდა, მაგრამ ჩვენთან რომ შემოვიდა, ანუ შემოვიდა იმაში სექტემბერში და მას მერე სულ მუშაობდით რომ ნელა, იმიტომ რომ ის არ არის იცით როგორი პიროვნება, ძალიან განათლებული ადამიანია, ჩვენთან შემოვიდა, როგორ ფიქრობთ, რა ეკავა, ხელში ეკავა აინშტაინის ბიოგრაფია და იმას ვკითხულობს. ასეთ კაცს მე ვერ ვეტყვი რომ შენ ესე ხო იყავი და სასწრაფოდ ეს არ არის ძალადობა, ძალით დავსვა? რომელი უფრო ძალადობად? ნელ-ნელა ფერებით, იმით, აი ეს უფრო კარგია, ეს უფრო ნახე უკეთესია და აი ესე გადავედით ამ საკითხზე. ასე რომ ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ, რომ დღესდღეობით ეს ადამიანი თავისი დადის ტელევიზორსაც უყურებს ყველაფერს, მაგრამ ნელა და დენადად და არა უხეშად. კაცრად, მადლობა. იქნება რომ იყოს ადაპტირებული და ეს მზრუნველი საერთოდ, მზრუნველი საჭიროებაც არ იყოს. ვინაიდან ეს გარკვეულ დისკომფორტთან არის დამეთანხმები და ამას პროვატულობის დარღვევა ხდება ყოველ შემთხვევაში. ზუსტად ამას ვამბობ, ეს ადამიანი რომ ბრძანეთ, რომ აინშტაინის კითხულობდა, მისი დამოუკიდებლობა შინაგანი, რომ ესე იგი ის უნდა იყოს დამოუკიდებელი. აი ეს დამოუკიდებლობის განცდა და ეს პირადი ავტონომია, აი ზუსტად ეს არის. და აი ამ კუთხით აქედან უნდა ამოვიდეთ. ამიტომ არის რომ ეს ჩაითვალა, რომ არის არასწორმოყოლადია. კარგით.
სხვა კითხვები ხომ არ არის ან შეფასებები მაშინ ბატონუჩოს მხოლოდ მოკლედ სამოძრაო ჯამოს დიდი მადლობა ვფიქრობ რომ ეს დისკუსია საჩვენებს რომ ბევრი რამ არის გასაკეთებელი და მდგომარეობა ნამდვილად არ არის კარგი აბაზე მე მგონი ყველა ვთანხმდებით და ალბათ უნდა ვიფიქროთ ყველა საკუთარი კომპეტენციიდან გამომდინარე რომ რეალურად დაიგეგმოს სწორად პროცესი, იმიტომ რომ აქ საუბარი არის სწორედ და კიდევ შეიძლება გამეორდეთ, მაგრამ სახელმწიფო რესურსების ხარჯვაზეც და მით უმეტეს სახელმწიფოს აქვს ვალდებულება გარკვეული აღებული აქ. იყო ნახსენები ასევე ცნობილი სამოქმედო გეგმაც და შესაბამისად სახელმწიფოს აქვს აღებული გარკვეული საერთაშორისო ვალდებულებაც იკუთვნით რომ და ამას ვიმეორებთ ჩვენ უკვე ბოლო 2 წლის განმავლობაში თუ სწორად მახსოვს ანგარიშიც რომ აუცილებელი არის რომ სახელმწიფომ რეალურად შეასრულოს ის ნაკისრი ვალდებულებები რომელიც აქვს აღებული ამ საკითხებთან დაკავშირებით. Რა თქმა უნდა პრობლემები არის ძალიან ბევრი და ამას ალბათ არ ვექნება არავის ილუზია რომ უცებ შესაძლებელია ყველაფერი მოგვარდეს და გამოსწორდეს, მაგრამ მესმის რომ მიდგომა არის ალბათ სისტემური ყველაზე მნიშვნელოვანი ის რომ შეიძლება მცირე იყოს რესურსები, მაგრამ ამ რესურსების ეფექტურად ხარჯვაც და დაგეგმვაც გაცილებით მნიშვნელოვანია და მაქსიმალურად უნდა მოხდეს მობილიზება, აქ ასევე ბიზნესი იყო ნახსენები და სოციალური პასუხისმგებლობის თემა, ხო, კომპანიებს, რომელთაც რეალურად აქვთ ვალდებულება გარკვეულწილად და სახელმწიფო უნდა ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ იმ ნაწილში, რომელსაც თვითონ ვერ უკეთებს, ასე ვთქვათ, მობილიზებას გარკვეულ რესურსებს ეს გასაგებია, იმიტომ რომ მაინც ყველა შემთხვევაში ძალიან ბევრი თუნდაც იგივე ნებისმიერი ღონისძიების ჩატარებაც, ხო, მაინც მიდის გარკვეულწილად ფინანსებამდე, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაც და ის სტანდარტების დაცვაც გარკვეულწილად მაინც გარკვეულ კავშირშია, რა თქმა უნდა, ფინანსებთან და მაინც აქ ვივდივართ. და ალბათ ყველაფერი არ არის გამოყენებული ჩვენი გადმოსახედიდან და შეიძლება ბევრი რამ გაკეთდეს, თუნდაც იმ წირის საშუალებითაც კი. ჩვენ დავაგზავნეთ ამ აღნიშნულ ანგარის შესაბამის სტრუქტურებში, რა თქმა უნდა დღეს მხოლოდ ნაწილი გვესწრებიან ადრესატების, მაგრამ არიან ასევე თვითმმართველობის ორგანოების სხვადასხვა საჯარო სამართლის იურიდიული პირები და მათთანაც გვექნება დისკუსია და იმედი მაქვს რომ ამ საკითხთან დაკავშირებით რაღაც პერიოდის მერე როდესაც მოbrunდებით და ხელმეორედ ასე ვთქვათ გადავწყვეთ მონიტორინგს, რომ მდგომარეობა გარკვეულ საკითხებზე იქნება შეცვლილი. და ჩვენ სწორედ ამიტომაც გადავწყვიტეთ რომ გვინდა ისეთ თემებს, ისეთ საკითხებს შევეხოთ, რაზეც შედარებით ნაკლები ყურადღება იქცეოდა, ნაკლები იყო სახელმწიფოს ინტერესიც გასაგები მიზეზების გამო და შესაძლოა უფრო მეტად ვიფიქროთ იმაზე, თუ რა შეიძლება გაკეთდეს და დღევანდელი დისკუსია მაჩვენა რომ ამ მიმართულებით მუშაობა ნამდვილად აუცილებელია, მათ შორის ჩვენს აპარატში რომ გაძლიერდეს კიდევ უფრო მეტი, მოვიცვათ უფრო მეტი საკითხები, მეტი სფერო და რა თქმა უნდა საჭირო არის რომ ასევე ჩვენი მხრიდან იყოს უფრო მეტი ყურადღება აღნიშნული საკითხებისადმი. და რა თქმა უნდა ის რეკომენდაციების შესრულება, იმიტომ რომ რეკომენდაციები არის ერთი და ჩვენ მივადენთ თვალყურს, რამდენად შესრულდება ის რეკომენდაციები, რომლებიც არის მითითებული ანგარიში და რეკომენდაციები თუ ნახავთ არ არის მცირე, საკმაოდ ბევრია და იმედი მაქვს რომ ნენელა რაღაცნაირად ყველა ვეცდებით იმას და ამაზე მე მგონი ყველა შევთანხმდით რომ ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი და ამაზე ამ ნაწილში მაინც ჩვენ რანაირი კამათი არ მოგვივიდა. ძალიან დიდი მადლობა რომ დღეს იყავით ჩვენთან ერთად, კიდევ ერთხელ გილოცავთ და იმედი მაქვს რომ ასეთ ფორმატში ერთობლივად ჩვენ შევეცდებით რომ ნაბიჯ სიტუაცია შევცვალოთ. დიდი მადლობა.